ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს შემოგვიერთდა, ვინც კიდევ შემოგვიერთდება. ძალიან დიდი ინტერესია თემის გარშემო, როგორც იცით, ვისაუბრებთ მენოპაუზაზე და ყველაფერზე, რაც არის დაკავშირებული ამ თემასთან. ინტერესს ველოდი ნამდვილად, თუმცა არ ველოდი ამხელა ინტერესს და ამან დამარწმუნა კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც და როდესაც ქალის ჯანმრთელობა არის ყურადღების საგანი, საბოლოოდ როგორც იქნა მოექცა ის გლობალურად მედიცინის მეცნიერების ყურადღების ცენტრში. დღეს უკვე გვაქვს უახლესი მონაცემები, კვლევები, უზარმაზარი ცოდნა, რომელიც არ გვაძლევს ამ თემის და რეალობის უბრალოდ უგულებელ ყოფის უფლებას უკვე. დღევანდელი შეხვედრის მიზანიც არის სწორედ ის, რომ ეს ურთულესი პროცესები, რაც მიმდინარეობს ჩვენს გარშემო, ამ თემასთან დაკავშირებით მაქსიმალურად გასაგებად აგიხსნათ და მოგაწოდოთ. თუმცა ჩვენ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ამას განვიხილავთ არა შაბლონურად, არამედ პერსონალიზებული, პრეციზიული მედიცინის გადმოსახედი და რაც არის ზუსტი მედიცინა. რადგანაც მთავარი ჭეშმარიტება, რაც მინდა რომ დაგამახსოვრდეთ დღევანდელი შეხვედრიდან არის ის, რომ ორი ერთნაირი ქალი არ არსებობს, შესაბამისად ყველაფერი მის გარშემოც არის განსხვავებული, განსხვავებულ ქალს, თითოეულ ქალს ჭირდება პერსონალიზებული და ინდივიდუალური მიდგომა. სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, მინდა ორი სიტყვით გითხრათ ჩემ შესახებ. მე ვარ აქეთევან შავლიაშვილი, მედიცინის დოქტორი, პრეციზიული ფუნქციური მედიცინის სპეციალისტი, ქალთა ჯანმრთელობის სპეციალისტი. ამჟამად ვარ კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის დოქტორანტი და ჩემი სადისერტაციო კვლევაც უშუალოდ მენოპაუზასთან დაკავშირებული ეხება მენოპაუზასთან დაკავშირებულ კარდიომეტაბოლურ, კოგნიტურ თუ ოსტეოპოროზულ რისკებს, ანთებას ასევე ამ პერიოდში, რომელიც თავს იჩენს და რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ დღეს აუცილებლად. ჰორმონული ჯანმრთელობის მიმართულებით ამ კონკრეტულ არეაში მე სპეციალიზებული განათლება მაქვს მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების ფუნქციური მედიცინის ინსტიტუტში, ხოლო შუახნის ქალების ჯანმრთელობის მართვის უახლეს მიდგომებს ბოლო 2 წელია ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ბაზაზე ვეუფლები და დავეუფლე. ჩვენი მიზანი რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ ქალის ჯანმრთელობაზე, არის ის, რომ ვიპოვოთ პრობლემის გამომწვევი ძირეული, არა მხოლოდ ქალის ჯანმრთელობაზე, ზოგადად ჯანმრთელობაზე საუბრისას. კონკრეტულად ამ შემთხვევაში და თემასთან კავშირში, რა თქმა უნდა, ძირეული მიზეზის გარკვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ის თემა, რომელზეც მთელი ჩემი პროფესიული კარიერა დგას, ანუ ვეძებო ძირეული მიზეზი და არა უბრალოდ დავფაროთ სიმპტომები. სწორედ ამ ხედვის პრაქტიკაში გადმოსატანად დავაფუძნე Media Health, ეს არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც სულ მალე ამოქმედდება და ქალებს ექნებათ ბიომარკერებზე დაფუძნებული პერსონალიზებულ მკურნალობაზე წვდომა. ამაზე უფრო დეტალურად სხვა დროს ვისაუბრებ აუცილებლად და აქ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მინდა გავაკეთო. და მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი ლექცია, დღევანდელი ჩართვა არ ემსახურება პირადი ექიმი პაციენტის კონტაქტის დამყარების მცდელობას, ანუ ჩვენ დღევანდელი ლექცია არის მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათის, აქვს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნები და არ წარმოადგენს, როგორც უკვე ვთქვი, სხვა პროფესიული ხასიათის კავშირის დამყარების მცდელობას, არ წარმოადგენს თქვენი ექიმის კონსულტაციის ალტერნატივას. მე არ ვარ თქვენი პირადი მკურნალი ექიმი და ასევე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ არ მაქვს არანაირი კომერციული ინტერესი რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან თუ სხვა რაიმე სახის ორგანიზაციასთან მიმართებაში და ამ ინფორმაციას მხოლოდ ჩემი პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლებში გიზიარებთ.
მოდით დავწყოთ საუბარი ერთი ძალიან საგანგაშო პარადოქსით და სტატისტიკურად მინდა ვთქვა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრისთვის, რომ ქალები, ბევრმა ალბათ ეს უკვე იცის, კაცებზე დაახლოებით 4-5 წლით მეტხანს ცოცხლობთ, მაგრამ ამისი ფასი არის ის, რომ ჩვენ სიცოცხლის 25%-ს ავადმყოფობას და ქრონიკულ პრობლემებში ვატარებთ. კი ვცოცხლობთ დიდხანს, მაგრამ არ ვცოცხლობთ ჯანმრთელად. და ეს ხდება იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მედიცინა, როგორც ასეთი, იყო და რომელსაც ვიცნობდით, იყო ეგრეთ წოდებული ბიკინის მედიცინა. მეცნიერები ქალის ორგანიზმს განიხილავდნენ ზუსტად ისე, როგორც კაცისას, მხოლოდ იმ განსხვავებით და იმ არეის განსხვავებით, რასაც ბიკინი ფარავს. წარმოიდგინეთ, ანუ სრულიად უგულებელყოფილი იყო ის ფაქტი, რომ ჩვენი სისხლის მიმოქცევის სისტემა, ტვინი, ანუ ნერვული სისტემა, მეტაბოლიზმი რადიკალურად განსხვავდება კაცის იგივე სისტემებისგან და განსხვავებულად მუშაობს. ამას ემატება ასევე ის ფაქტი, ზოგადად საზოგადოებრივი სტიგმა, მინდა ვთქვა, რაც ფიზიკურად აზიანებს ჩვენს ტვინს. მუდმივი სტრესისგან ჩვენ ვიცით, რომ მუდმივი სტრესისგან მომატებული ჰორმონი, სტრესის ჰორმონი კორტიზოლი პირდაპირ აპატარავებს მეხსიერების ცენტრს და ძალიან მკვეთრად ზრდის ალცჰაიმერის დაავადების რისკს. მინდა მოკლედ გითხრათ ასევე თუ რატომ დავინტერესდი ამ თემით ასე ღრმად, მე მაქვს ჩემი პირადი ისტორიაც, მე ვცხოვრობდი 14 წელი პორტუგალიაში, ბოლო 12 წელია ვცხოვრობ ნიუ-იორკში, ვცხოვრობ და ვმუშაობ ნიუ-იორკში და ამ ხნის განმავლობაში ჩემი პროფესიული კარიერის მანძილზე მუდმივად ვხედავდი შუახნის ასაკის ქალებს, რომლებიც მოდიოდნენ გაყინული მხრის სინდრომით, შარდსასქესო პრობლემებით, ნაწლავური დარღვევებით, ავტოიმუნური დაავადებებით და რეალურად ამ ყველაფრის მიზეზი, რომელსაც წლების განმავლობაში დიდხანს მკურნალობდნენ და იტანჯებოდნენ ამ პრობლემებით და რეალურად ამისი ძირეული მიზეზის გარკვევა მოხდა და მოხერხდა ბოლო წლებში უკვე, როდესაც ჩვენ უფრო მეტი შევიტყეთ და მეტი გავიგეთ შუახნის ასაკის ქალის ჯანმრთელობაზე და მენოპაუზის, უშუალოდ მენოპაუზის შესახებ. ასევე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმის, რომ მე ვარ ექიმი, მეც კი არ მქონდა სათანადო განათლება მენოპაუზის შესახებ, ეს არის სისტემური პრობლემა, ამას თავისი მიზეზი აქვს და ამაზეც ვიტყვი აუცილებლად ორიოდე სიტყვით დღეს. ჩვენ არ გვისწავლია, იყო როგორც გითხარით, სისტემური ჩავარდნა გლობალურად, ამას სამედიცინო უნივერსიტეტებში არ გვასწავლიდნენ, გვასწავლიდნენ ძალიან მინიმალურ დონეზე და ეს ყველაფერი, რომ მე წინასწარ მცოდნოდა, ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად მივხედავდი და უშველიდი ჩემს დედას, რომელიც 56 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, ასევე დავეხმარებოდი ჩემს ბებიას, რომელიც 63 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა, ასევე მეორე ბებიას, რომელსაც ჰქონდა ნაადრევი მენოპაუზა, როგორც ვიცით და 35 წლის შემდეგ ჰქონდა მუდმივად ძალიან სერიოზული სტრესის გამო ჰქონდა მუდმივი წამხურებები, ვაზომოტორული სიმპტომები და მე მას რომ ვიხსენებ, მახსოვს როგორ ღვარად ჩამოსდიოდა მუდმივად ოფლი და რომელსაც დაემართა ალცჰაიმერი და ამ დიაგნოზით გარდაიცვალა. მე რომ ის ცოდნა მქონოდა, რაც მაქვს ახლა, მე ზუსტად ვიცი, რომ სამივე ქალს დავეხმარებოდი. სწორედ ამიტომ ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотивация, ასე რომ ვთქვათ, და ის ზუსტად ის რამაც მე მიბიძგა, რომ უფრო ღრმად ჩამეხედა ქალის ჯანმრთელობაზე, გამეკეთებინა აქცენტი და უფრო მეტი მესწავლა შუახნის ასაკის ქალების ჯანმრთელობასთან მიმართებაში. და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს უამრავი შესაძლებლობა, რომ თუ და ვიცით, რომ თუ ამ გარდამავალ პერიოდს და ამ დროს სწრაფად და სწორად ჩავერევით, გავითვალისწინებთ თითოეული ქალის ინდივიდუალურ რისკებს და რისკების პროფილს, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ნავიცილოთ ინსულტი, ინფარქტი, ალცჰაიმერის რისკი მკვეთრად შევამციროთ და ვიცხოვროთ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად. რატომ ვარ ასე დარწმუნებული
დარწმუნებული, რომ შეგვიძლია სიტუაცია შევცვალოთ. თანამედროვე პერსონალიზებული მედიცინა უბრალოდ იმედს კი არ გვაძლევს კონკრეტულ ფაქტებს, ასე რომ ვთქვათ, გვიდებს ფაქტებს მაგიდაზე. ჩვენ დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რომ დროული ინტერვენციებით ჩვენ შეგვიძლია ქალის ჯანმრთელობის გახანგრძლივება 7-დან 10 წლამდე. და ჩვენ ეს შეგვიძლია აბსოლუტურად, ეს არ არის თეორია, ეს არის ფაქტები. მაგალითად, ერთ-ერთმა მასშტაბურმა კვლევამ კანადაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებში სწორი პრეციზიული მიდგომებით ჩვენ ვიღებთ საოცარ შედეგებს. 68%-ით მცირდება ოსტეოპოროზის, ანუ ძვლის მსხვერპლობის რისკი. 57%-ით მცირდება გულსისძაფთა დაავადებების და ინფარქტის ალბათობა. 40%-ზე მეტად მცირდება ალცჰაიმერის განვითარების რისკი. ეს ციფრები არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის გადარჩენილი სიცოცხლე რეალურად ქალებს ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყავს ანუ ქალები, რომლებიც ინარჩუნებენ აი ამ ჩარევების საფუძველზე, ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, ნათელგონებას და ენერგიას. დიახ, ჩვენი ჰორმონები ნამდვილად იცვლება შუახნის ასაკში, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ შევეგუოთ ტკივილს, შევეგუოთ ტვინის დაბინდვას, შევეგუოთ შეზღუდულ მობილობას და გამოსავალი ნამდვილად არსებობს და დღეს სწორედ ამ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ. საბოლოო ჯამში ყველაფერი, რაზეც დღეს საუბრობთ, უკავშირდება ერთ თემას და ეს არის თუ როგორ გავივლით ჩვენი სიცოცხლის ბოლო 1/3-ს, ასე რომ ვთქვათ, და ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხი. ყველამ იცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღად დაბერებას და რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ადამიანზე ჩვენი აი ამ პერიოდში, როდესაც გვაქვს გავდივართ სწორედ აი ამ პერიოდს ჩვენი ასაკის. პირადად მე თუ მკითხავთ, მინდა აუცილებლად ვიყო ფიზიკურად აქტიური, ვიყო დამოუკიდებელი ჩემი სიცოცხლის ბოლო წლებამდე, ბოლო დღემდე, მინდა შევინარჩუნო კოგნიტური ჯანმრთელობა, კოგნიტური სისხარტე მქონდეს, ნათელი გონება და თავად მე თვითონ შემეძლოს ისეთი ყოველდღიური რაღაცების კეთება, როგორც არის მაგალითად თუნდაც მანქანიდან მარტივად გადმოსვლა, საყიდლების სახლში მიტანა და რაც მთავარია, არ ვიყო დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი და სწორედ ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება ის უახლესი სამედიცინო ინფორმაცია და თანამედროვე ინსტრუმენტები, რომლებიც დღეს ჩვენს ხელთ არის და ჩვენ გვაქვს რეალური ბერკეტი, რომ ჩვენი მომავალი ჩვენ თვითონ მართოთ. ძალიან ბევრი კითხვა მენოპაუზასთან დაკავშირებით, ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც მოიცავს მენოპაუზა, შემოსული ბოლო პერიოდში, ბოლო თვეების განმავლობაში ზოგადად მე მომდის უამრავი შეტყობინება თუ კომენტარის სახით იწერება. ძალიან ბევრი საბაზისო კითხვა, რომელიც მოიცავს უშუალოდ მენოპაუზის ფაზებს თუ სიმპტომებს, მიმდინარეობას. შესაბამისად, მე დღეს აი ახლა უშუალოდ მენოპაუზაზე ძალიან საბაზისო ინფორმაციის მოწოდებას და შესაბამისად ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი მკითხვას, რომელსაც სამწუხაროდ ინდივიდუალურად ვერანაირად უპასუხებ, გაეცემა პასუხი და შესაბამისად აი ამ ძირითადი ნაწილის შემდეგ მე ვეცდები იმ მკითხვებს და მაქსიმუმს იმ მკითხვების, რაც შემოვიდა, ვუპასუხო შესაბამისად მეტნაკლები დროის თვალსაზრისით ვამბობ და რამდენად კარგად გამომივა ეს თქვენ განსაჯეთ. ზოგადად რაოდენობაზე მაქვს კითხვების საუბარი, რამდენადაც მე მაწუხებს, რომ ძალიან ბევრ ქალს აინტერესებს ის, რის შესახებაც მე მაქვს ცოდნა და შემიძლია ეს ცოდნა გავაზიარო, თუმცა ინდივიდუალურად სამწუხაროდ შეიძლება ამ ფორმატში და დღეს ეს ვერ მოხერხდეს, თუმცა დროთა განმავლობაში აუცილებლად ვუპასუხებ ყველა ამ კითხვას.
მოდით დავიწყოთ ანუ მთავარი კითხვით, რასაც ბევრი კითხულობს, რა არის მენოპაუზა და როგორ ვსვამთ მენოპაუზის დიაგნოზს. სამწუხაროდ კლასიკურ მედიცინაში საკმაოდ მშრალად განსაზღვროთ მენოპაუზას. ეს არის მხოლოდ ერთი კონკრეტული წერტილი დროში. მენოპაუზა არ არის ფაზა, მენოპაუზა არ არის პერიოდი, ეს არის მხოლოდ ერთი კონკრეტული დღე, როდესაც ქალს ზედიზედ 12 თვის განმავლობაში აღარ აქვს მენსტრუაცია. ზოგადად ფიზიოლოგიურ ნორმად ითვლება, როდესაც ეს პროცესი 45-დან 55 წლამდე ასაკში დგება. ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ნორმალური მენოპაუზის საშუალო ასაკი 51-დან 51-52 წელია, ხოლო გლობალურად არის 59 წელი. თუმცა აუცილებლად უნდა განსაზღვროთ სხვა კატეგორიებიც. თუ მენოპაუზა დგება მაგალითად 40-დან 55 წლამდე, მას ადრეულ მენოპაუზას უწოდებთ, ხოლო თუ მენოპაუზა დგება 40 წლამდე ასაკში, ანუ ქალს 40 წლამდე ასაკში შეუწყდა ციკლი, ეს არის ნაადრევი მენოპაუზა. ანუ ამას ქვია უკვე საკვერცხების ნაადრევი უკმარისობა, რომლის მიზეზიც არის ხოლმე ხშირად არის ავტოიმუნური მდგომარეობა. და ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, ქალს აუცილებლად ჭირდება სამედიცინო ჩარევა, აუცილებლად ჭირდება პერსონალიზებული მიდგომა და ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინება, რამდენადაც ამას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ტვინის და გულის ჯანმრთელობის გადასარჩენად. თუმცა არის, რა თქმა უნდა, ეს განსაზღვრება, როგორც გითხარით, არის ძალიან მშრალი კლინიკურად და თუ დავფიქრდებით, მაგალითად, რა ხდება მაშინ, თუ ისედაც არ აქვს ქალს რეგულარული ციკლი, ან თუ აქვს გაკეთებული ჰისტერექტომია, ანუ საშვილოსნო სამოკვეთა, ან თუ აქვს ჰორმონული სპირალი და ციკლი ისედაც რეალურად არის შეჩერებული. და ეს ქალები რჩებიან თუ არა, კითხვა გაჩნდება ყურადღების მიღმა, ანუ რა კონტექსტში აფასებს ამას და როგორ არის, როგორ ხდება დიაგნოზის დადგენა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას რომ პასუხი გაეცეს, უნდა ვიცოდეთ, რომ მენოპაუზის პერიოდი, მენოპაუზის მდგომარეობა ზოგადად და ის ფაზები, რაც მენოპაუზას უძღვის წინ თუ პოსტმენოპაუზური პერიოდი, ეს არის საკმაოდ რთული ბიოლოგიური პროცესი, რომლის შეფასებაც შეგვიძლია ჩვენ კლინიკური სიმპტომებით და ასევე არსებობს ბიომარკერები, ზუსტი ბიომარკერები, ამ ბიომარკერების გამოყენებით. ეს პროცესი, ანუ მენოპაუზის ეს პერიოდი მთლიანად, რასაც მენოპაუზა, რასაც ჩვენ ვეძახით უფრო სწორად მენოპაუზური პერიოდი, ხო, კლიმაქტერულ პერიოდსაც უწოდებენ, ხო, როგორც ვიცი, შეგვიძლია დავყოთ სამ ფაზად და მოდით მივყვეთ ამას ეტაპობრივად. პირველი ფაზა ეს არის პრემენოპაუზა, პირველი ეტაპი, ასე რომ ვთქვათ, და პრემენოპაუზის ფაზა იწყება გარდატეხის ასაკიდან. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 30-30 წლებამდე, 35-40 წლამდე. დაახლოებით ამ დროს რეპროდუქციული სისტემა მუშაობს იდეალურად, ყველაფერი არის კარგად, ციკლი არის რეგულარული, ესტროგენი და პროგესტერონი ფიზიოლოგიურ ნორმაშია, ანუ ყველაფერი მიდის კარგად, თუმცა ამ ასე რომ ვთქვათ, მშვიდობიან პერიოდს ჩვენ სხეულში ერთი ძალიან საოცარი ბიოლოგიური პროცესი ახლავს თან. ეს არის და რომ აგიხსნათ ეს უფრო დეტალურად ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქალები და მამაკაცები რადიკალურად განსხვავდებით, ანუ ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით ერთმანეთისგან. კაცები თავიანთი სიცოცხლის ბოლო პერიოდამდე ყოველდღიურად აწარმოებენ თავიანთ გენეტიკურ მასალას, ანუ სპერმას. ხო, ჩვენ ქალები კი ვიბადებით კვერცხუჯრედების სრული უკვე ფიქსირებული მარაგით. და ეს მარაგი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ეტაპობრივად მცირდება. და ეს ყველაფერი იწყება მაშინ, როდესაც
ჩვენ ჯერ კიდევ დედის მუცელში ვართ. წარმოიდგინეთ ესეთი საოცარი ეპიგენეტიკური ამბავია რეალურად, როდესაც 5 თვის მდედრობით ნაყოფს უკვე აქვს გენეტიკური მასალა თავისი მომავალი შვილებისთვის, რომელიც ფაქტობრივად ეს გენეტიკური მასალა ამ მომავალი ბავშვების ბებიის ხელშივე ყალიბდება. ამ ეტაპზე ნაყოფს აქვს რამდენიმე მილიონი კვერცხუჯრედი, თუმცა ისინი უკვე მუცლად ყოფნისას იწყებენ კვდომას და დაბადების მომენტისთვის მხოლოდ 1-2 მილიონი კვერცხუჯრედი რჩება. და ჩვენ ვაგრძელებთ ამ კვერცხუჯრედების კარგვას მუდმივი ტემპით. სხეული ნელ-ნელა იშორებს ნაკლებად ჯანსაღ კვერცხუჯრედებს და ასე რომ ვთქვათ, ხდება ძლიერთა გადარჩენა, აი ამ კვერცხუჯრედებიდან გადარჩებიან ძლიერები. მაშინ, როდესაც ქალს ეწყება პირველად ოვულაცია, ანუ გარდატეხის ასაკში, გვრჩება დაახლოებით 120,000 კვერცხუჯრედი. 30 წლისთვის გვრჩება ამ საწყისი მარაგის მხოლოდ 10%, ხოლო 40 წლისთვის გვრჩება მხოლოდ 3%. და როდესაც ეს საბოლოო მარაგი ილევა, ჩვენ ვიწყებთ შემდეგ აი უფრო რთულ გარდამავალ ეტაპს. და ეს რთული და გარდამავალი ეტაპი არის სწორედ პერიმენოპაუზა. პერიმენოპაუზას დღევანდელი გადასახედიდან და იმ მონაცემებით, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, ნეიროენდოკრინული და კარდიომეტაბოლური ტრანზიცია ეწოდება. და ეს არის ძალიან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე კრიტიკული ფაზა აი ამ პროცესის, აი ამ გარდამავალი პროცესის ქალის ცხოვრებაში, ყველაზე турბულენტური, ყველა ის პრობლემა, ყველა ის სიმპტომი, რაც ქალის ცხოვრებაში და ქალების 80%-მდე აქვს და ალბათ 80%-ზე მეც მენოპაუზის სიმპტომები. შეიძლება არ ქონდეს ის ძირითადი სიმპტომები, ვაზომოტორული წამოხურებები, ღამისოფლიანობა თუ უძილობა, მაგრამ აქვს სხვა სიმპტომები, რაზეც ასევე ვისაუბრებთ აუცილებლად და აი ყველა ეს სიმპტომი ხდება ხილული იმ ქალების შემთხვევაში, ვისაც აწუხებს რეალურად ეს სიმპტომები და ვისთვისაც ეს არის შემაწუხებელი, აი იწყება სწორედ აი ამ ფაზაში. ეს ფაზა ხშირად როგორც გითხარით, იწყება 30-იანი, 40-იანი წლებიდან, 35 წლიდან შეიძლება დაიწყოს აი ეს პერიმენოპაუზის ფაზა უშუალოდ და შეიძლება გაგრძელდეს საშუალოდ 4 წელი. თუმცა შეიძლება უფრო მეტიც 10-14 წელიც კი გაიწელოს. საერთაშორისო სტანდარტებით პერიმენოპაუზა ოფიციალურად მაშინ იწყება, როდესაც მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა თანმიმდევრულ ციკლებს შორის მინიმუმ 7 დღით იცვლება. და ეს არის ოფიციალურად დაწესებული მიდგომა აი ამ ფაზის განსაზღვრის. მაგრამ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში ამ დროს და რა ვიცით, რა გვაქვს, რა სახის ინფორმაცია გვაქვს ბოლო პერიოდში პერიმენოპაუზასთან დაკავშირებით და სანამ ამას ავხსნი, მინდა გითხრათ, რომ ესტროგენი არ არის მხოლოდ საკვერცხის ჰორმონი. ჩვენს ორგანიზმში პრაქტიკულად არ არსებობს ორგანო, რომელსაც ესტროგენის რეცეპტორები არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს ესტროგენის რეცეპტორები გულში, ძვლებში, კუნთებში, კუჭნაწლავის ტრაქტში და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს ესტროგენის რეცეპტორები თავის ტვინში. სწორედ ამიტომ დღეს როგორც გითხარით, თანამედროვე მედიცინა პერიმენოპაუზას განიხილავს არა როგორც უბრალოდ ციკლის არევას, არამედ განიხილავს როგორც ურთულეს ნეიროენდოკრინულ და კარდიომეტაბოლურ ტრანზიციას. და მოდით ნახოთ რა ემართება აი ამ პერიმენოპაუზის პერიოდში ტვინს. და ტვინის სიმპტომები აქვს დაახლოებით 80% ქალებისას, რომელიც გადის აი ამ გარდამავალ პერიოდს. ტვინი ესტროგენზე ძალიან დამოკიდებული, უაღრესად დამოკიდებული ორგანოა და ესტროგენი ეხმარება, ჩვენ ვიცით, რომ ესტროგენი ეხმარება
ტვინის უჯრედებს გლუკოზის ანუ ენერგიის უკეთესად ათვისებაში და როდესაც ესტროგენის დონე იკლებს ტვინი ფაქტობრივად განიცდის ენერგეტიკულ შიმშილს. ტვინში არსებული ორგანო ჰიპოთალამუსი ტვინის ნაწილი ამ დეფიციტს აფიქსირებს და აღიქვამს ამას ისე როგორც განგაშს ანუ ეს არის მისთვის განგაშის სიგნალი და ჰიპოთალამუსი აძლევს ჰიპოფიზ სიგნალს რომ გამოიმუშაოს გამოსცეს დიდი რაოდენობით ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი იმისთვის რომ როგორმე გააღვიძოს ასე რომ ვთქვათ საკვერცხეები. ტვინის ეს გაძლიერებული მაგრამ ასე რომ ვთქვათ უშედეგო მცდელობა იწვევს თერმორეგულაციის ცენტრის დაბნევას რომელიც ტვინში მდებარეობს. და აი ეს უეცარი ტემპერატურული ცვლილება გამოისახება აისახება ქალზე როგორც წამოხურება ოფლიანობა, ხო, ზედმეტი ოფლიანობა და რაც მინდა გითხრათ აი ამ ინფორმაციით არის ის რომ რეალურად აი ეს სიმპტომები რომელსაც ჩვენ განვიცდით და რომელიც მიჩნეულია იყო ადრე და თავისთავად გრძელდება როგორც მენოპაუზის მნიშვნელოვანი სიმპტომები და ეს არის წამოხურება, ღამის ოფლიანობა, ესენი არის ეს სიმპტომები არის არა საკვერცხის სიმპტომები და საკვერცხიდან მომდინარე სიმპტომები, არამედ ეს არის ტვინის სიმპტომები და ეს სიმპტომები დაკავშირებულია ტვინთან. ეს არის სწორედ აი ეს გაწყვეტილი ურთიერთობა, კომუნიკაცია, ასე რომ ვთქვათ, ტვინს და საკვერცხეებს შორის. ამ პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, პერიმენოპაუზის საწყის ეტაპზე პირველი ჰორმონი, რომელიც მცირდება, არის არა ესტროგენი, არამედ პროგესტერონი. ოვულაციების გაიშვიათება რამდენადაც ხდება აი ოვულაციების გაიშვიათებასთან ერთად ტვინს რეალურად აკლდება აი ამ პროგესტერონის დამამშვიდებელი ეფექტი, იმიტომ რომ პროგესტერონი არის ჰორმონი, რომელსაც აქვს საოცარი დამამშვიდებელი ეფექტი ჩვენზე. ამიტომ ბევრი ქალისთვის პირველი განგაშის სიგნალი, ანუ პირველი სიმპტომი, რაც შეიძლება წარმოიშვას პერიმენოპაუზის პერიოდში, არ არის არც ციკლის არევა, არც წამოხურებები, არამედ არის ძილის დარღვევა. ეს არის დაძინების გაძნელება ან გამთენიისას გაღვიძება. ადრე ქალები იღვიძებენ მაგალითად დილით 4 საათზე, 5:30-ზე, 5 საათზე და ეს არის ის, როდესაც ტვინი მოულოდნელად ჩაირთვება. და ამას ემატება ესტროგენის ძალიან მძლავრი მერყეობა. ესტროგენი არის ჩვენი ძირითადი ჰორმონი და შესაბამისად, როგორც გითხარით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი რეცეპტორები მოთავსებულია ყველგან, ყველა ორგანო სისტემაზე, ყველა ორგანოზე, ყველა ქსოვილზე ახდენს გავლენას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ესტროგენის ხან მკვეთრი მატება, ხან ვარდნა, ანუ ასვლა და ჩამოსვლა ესტროგენის დონის, რაც დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შეიძლება მოხდეს, ასე რომ ვთქვათ, ჰორმონალური საქანელა პირდაპირ აისახება ქალის კოგნიტურ ფუნქციებზე. ჩნდება ეგრეთ წოდებული ტვინის ნისლი, როდესაც გვიჭირს კონცენტრაცია, გვავიწყდება სიტყვები, გვეფანტება ყურადღება. ქალებს ძალიან ხშირად უჩნდებათ იმის შეგრძნება, თითქოს საკუთარ თავს აღარ გვანან, ანუ ძალიან ხშირად ჩატარდა სხვათა შორის ერთი კვლევა, ძალიან საინტერესო, სადაც ქალების ძალიან დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა აი ამ პერიოდში შეგრძნება, როდესაც თავის საკუთარ თავს ვერ სცნობდა, საკუთარ თავს არ გავდა. ამიტომ თუ თქვენ ამას განიცდით, რეალურად ეს არის სიმპტომი და არ გაქვთ, ფიქრობთ, რომ არ გაქვთ სხვა არანაირი სიმპტომი, აი ეს ცნობილი სიმპტომები, რაც ეღანაც აღნიშნე, წამოხურება თუ ღამისოფლიანობა და თქვენ ხართ აი ამ ასაკობრივ პერიოდში, აი ამ ჯგუფში, ანუ 35-30-იანი წლებიდან 35 წლიდან თუნდაც, ხო, განსაკუთრებით კი 40 წლიდან 50 წლის ასაკის პერიოდში, რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ პერიმენოპაუზის პერიოდში და ეს არის სწორედ პერიმენოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომი.
მინდა იცოდეთ, რომ ყველა ეს სიმპტომი, რაც არის ტვინთან დაკავშირებული, ძალიან ბევრი საუბარია ტვინთან დაკავშირებულ სიმპტომებზე, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვიცით, რამდენად რამხელა ზიანს აყენებს ეს ქალს, ვიცით, რომ ქალები ტოვებენ ხშირად აი ამ ტვინის ნისლის გამო სამსახურს, ძალიან წარმატებულ კარიერას და ძალიან ასე რადიკალურად ცვლიან თავიანთ ცხოვრებას, იქედან გამომდინარე, რომ აი ეს ტვინის მენოპაუზასთან დაკავშირებული ტვინის სიმპტომები ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს მათ პროფესიულ ცხოვრებაზე და არა მარტო პროფესიულ ცხოვრებაზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს არის რეალური სიმპტომი, თქვენ არ გეჩვენებათ აი ეს სიმპტომები, აი ეს აუხსნელი დაღლილობა, რომელსაც არ აქვს ახსნა, მეხსიერების გაუარესება, გუნება განწყობის რადიკალური ცვლა, ეს ყველაფერი რეალურად ხდება თქვენს ტვინში, ეს არ არის ხასიათის პრობლემა და არ არის მხოლოდ სტრესი. ეს არის ჰორმონული ცვლილებების ნეირობიოლოგიური გამოსახულება რეალურად და ჩვენ გვაქვს მეცნიერული მტკიცებულებები ამაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ზომის ძალიან სანდო ძალიან მნიშვნელოვანი ნეირომეცნიერები აწარმოებენ კვლევებს სწორედ მენოპაუზური ტვინის შესასწავლად და აი ეს ინფორმაცია რაც გვაქვს აი ეს ცვლილებების სტრუქტურულად მიდის უკვე ეს რაზეც მე ახლა ვსაუბრობ ეს ცვლილებები არის სტრუქტურული რომელიც არის დადასტურებული უკვე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ და ძალიან საყურადღებოა ისიც რომ ამ პერიოდში ძალიან მკვეთრად იმატებს იზრდება დეპრესიის რისკი რამდენადაც ესტროგენი და პროგესტერონი პირდაპირ მართავენ ჩვენს ნეიროტრანსმიტერებს და ეს არის სეროტონინი, დოფამინი, აი ამ ჰორმონების მათი დონის რყევისას ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ისინი კარგავენ წონასწორობას და ამიტომ პერიმენოპაუზულ დეპრესიაზე საუბრისას გამოსავალი ხშირად ჰორმონული ფონის დარეგულირება და არა მხოლოდ ანტიდეპრესანტები. თუმცა ანტიდეპრესანტებს შეიძლება თავისი ადგილი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც გვაქვს ახალი დაწყება აი ამ სიმპტომების, აქ გამოსავალი არ არის ანტიდეპრესანტები, აქ გამოსავალი არის რეალურად ჰორმონული ფონის აღდგენა, რომელსაც მოყვება ძალიან უმეტეს შემთხვევაში სრული შედეგი. და მინდა ახლა გადავიდე, ანუ ეს არის თემა, რომელიც ტვინის თემა ძალიან ბევრ დეტალს იტევს და რა თქმა უნდა ამ ფორმატში ჩვენ დღეს ვერ შევძლებთ ყველაფერზე საუბარს. მე ამ თემას აუცილებლად განვიხილავ მომდევნო პერიოდში უფრო დეტალურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალს ალბათ მიაჩნია, რომ ან გიჟდება, ან აქვს ალცჰაიმერის დასაწყისი, ან კიდევ რეალურად ძალიან ბევრ ქალს შეიძლება ოჯახში ჰქონდეს მეუღლესთან, ოჯახის წევრებთან პრობლემები ტვინის სიმპტომების გამო, მაგრამ სწორედ ის რაც წერან უკვე აღნიშნე, აი ეს სიმპტომები, რასაც თქვენ განიცდით, თუ თქვენ გაქვთ მეხსიერების გართულება, გაქვთ კონცენტრაციის სირთულე და თქვენ ასევე ადვილად ღიზიანდებით, ძალიან ხშირია რომ ქალებს აქვთ უეცარი ბრაზის შეტევა, მოწოლა, რომელსაც ვერ აკონტროლებენ უბრალოდ და რამოდენიმე წუთის შემდეგ უკვე შეიძლება ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ. ეს ყველაფერი არის დაკავშირებული პერიმენოპაუზასთან და აი იმ ჰორმონალურ ცვლილებებთან, რომელიც ამ პერიოდში ხდება ქალის ცხოვრებაში. და როდესაც ჩვენ სიმპტომებზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრმა ქალმა იკითხა სიმპტომებთან დაკავშირებით, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს ნაწილი ასევე პასუხს გასცემს ბევრი მკითხვას, რომელიც იყო და მაქვს მე პირადად და რომელზეც ნამდვილად მინდოდა პასუხი გამეცა, იმიტომ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ვთქვა, რომ არ არის რა თქმა უნდა მხოლოდ ტვინის სიმპტომები, ჩვენ გვაქვს სხვა სიმპტომებიც, სიმპტომებთან მიმართებაში ძალიან დიდი გადატრიალება, ასე რომ ვთქვათ, მენოპაუზის მეცნიერებაში, მენოპაუზის მედიცინაში, ასე შეიძლება უწოდოთ, ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ აი ეს რამოდენიმე სიმპტომი კი არ
არის რეალურად მენოპაუზასთან, პერიმენოპაუზასთან დაკავშირებული, რაც ჩვენ ადრე ვიცოდით, რაც უკვე ვახსენე, ვაზომოტორული სიმპტომები, რაც არის წამოხურება, ძილის გართულება, ღამის ოფლიანობა, არამედ დღევანდელი გადასახედიდან ასზე მეტი სიმპტომია, ასზე მეტი სიმპტომი მენოპაუზასთან, პერიმენოპაუზასთან დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ შეიძლება გქონდეს გულის ფრიალი პალპიტაციები, რაც ძალიან ხშირად შეცდომით პანიკურ შეტევად ფასდება სამწუხაროდ, შეიძლება გქონდეს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემა, სახსრების, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით საყურადღებო არის გაყინული მხრის სინდრომი, ან თუ გაშეშებული მხრის სინდრომი შეიძლება ამას ვუწოდოთ, რომელიც ძალიან ხშირია ამასაკის ქალებში და რომელიც ძალიან ძლიერ ტკივილს იწვევს და საკმაოდ ხანგრძლივი რეკუპერაციის პერიოდი აქვს ასევე. ეს არის სწორედ ესტროგენის დონის შემცირებასთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული კაფსულიტი ანთებადი მდგომარეობა. ასევე გვაქვს ცვლილებები კუჭნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებით, იცვლება ამ დროს ქალის ნაწლავის მიკრობიომი და ისე მსგავსება კაცის ნაწლავის, მამაკაცის ნაწლავის მიკრობიომს, რომელიც ამ პერიოდამდე ქალის ნაწლავის მიკრობიომი სრულიად განსხვავდება და ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მამაკაცის ნაწლავის მიკრობიომი, თუმცა აი ამ პერიოდში ის იცვლება და აი ნაწლავის მიკრობების ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, მტკიცებულებები, ძალიან სანდო მტკიცებულებები გვევნება, რომ ამ პერიოდში ხდება ნაკლები, გვაქვს ნაკლები მრავალფეროვნება, რაც უტოლდება მამაკაცის ნაწლავის მიკრობიომს. და ეს იწვევს სიმპტომებში ეს და პრაქტიკაში აისახება იმით, რომ გვაქვს უფრო მეტი შებერილობა, გვაქვს მონელების პრობლემები, რა თქმა უნდა, თუ გვაქვს ნაკლები მიკრობები შესაბამისად, გვაქვს შეწოვის პრობლემაც, საკვები ნივთიერებების გვაქვს უფრო მეტი ალბათობა ნაწლავის დისბიოზის და გვაქვს უფრო მეტი რისკი ამ მხრიდანაც იზრდება, რა თქმა უნდა, ანთებითი მდგომარეობების და დაავადებების განვითარების რისკი. და ახლა მინდა ვთქვა თუ რატომ უწოდებთ პერიმენოპაუზას კარდიომეტაბოლურ ტრანზიციას. ეს ხდება იმიტომ, რომ ესტროგენი არის ჩვენი მეტაბოლიზმის მთავარი დამცველი. მე ამ თემაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი კავშირია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი როლი აქვს ესტროგენს ჩვენს მეტაბოლიზმში და რამდენად ჯამთელი რამდენად მეტაბოლურად ჯამთელები ვართ და რამდენად ქალი მეტაბოლურად ჯამრთელია ამ პერიოდში, ეს განსაზღვრავს ძალიან ბევრ ამას მის ჯამრთელად დაბერებაში და ესტროგენის მერყეობა ჩვენს ორგანიზმში ძალიან საშიშად და რთულად აისახება და ძალიან სერიოზულ პრობლემებს განაპირობებს და ერთ-ერთი ასეთი პრობლემა გახლავთ ვისცერული ცხიმის დაგროვება. ცხიმი იწყება, ცხიმის გადანაწილება ჩვენს ორგანიზმზე და ჩვენს სხეულზე იცვლება. ეს არ არის მხოლოდ ესტროგენის მერყეობასთან დაკავშირებული, ეს არის ასევე ტესტოსტერონთან და პროგესტერონის მერყეობასთან თუ შემცირებასთან დაკავშირებული ასევე და ცხიმი გროვდება უფრო ცენტრალურად მუცლის მიდამოში. ძალიან ბევრი ქალი ამ დროს ამბობს ხოლმე და ხშირად მომისმენია მე პირადად, რომ არ შეუცვლია არაფერი, იკვებება ისევე როგორც ადრე და იგივე სახის ფიზიკური აქტივობა აქვს რაც ადრე, მხოლოდ ხდება ის, რომ გვაქვს ჩვენ გვაქვს მუცლის არეაში დაგროვებული ცხიმის დაგროვება, ვისცერული ცხიმის დაგროვება წელის გარშემო. ანუ როგორც გითხარით, ეს არ არის ნებისყოფის პრობლემა, ეს არის ჰორმონული გადანაწილების ბრალი, ჰორმონული დისბალანსის ბრალი. მეორე თემა ეს არის ინსულინ რეზისტენტობა, ტვინი და კუნთები შაქარს ვეღარ ითვისებენ ძველებურად, უჯრედები კი ასე რომ ვთქვათ, ყრულდებიან და ვეღარ უსმენენ ინსულინს და შესაბამისად სუსტდება ინსულინ სენსიტიურობა, ინსულინისადმი მგრძნობელობა მცირდება და იჩენს თავს ინსულინ რეზისტენტობა.
ასევე გვაქვს ლიპიდური ცვლილებები, ქოლესტერინის მომატება, ამ დროს იწყება წნევის ცვალებადობა, ტრიგლიცერიდების მატება და ამ პერიოდში და რაც თავისთავად აჩქარებს ათეროსკლეროზის პროცესს და ათეროსკლეროზის განვითარებას და ეს არის ის თემა, რომელიც ძალიან ხშირია ჩვენს გარშემო, უამრავი ქალი აი ამ ასაკში დაგვეთანხმება, რომ მას დაიწყო სწორედ აი ამ პერიოდში წნევის ცვალებადობა, თუ ანალიზები თუ მანამდე ჰქონდა ძალიან კარგი, დაფიქსირდა მაღალი ქოლესტერინი, მე პირადად ჩემს გარშემო ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა და მიიჩნეოდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი დაბერება. მაგრამ ამიტომ დღეს მენოპაუზა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ უყურებთ როგორც გინეკოლოგიურ მოვლენას, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შესაბამისად მიიჩნევა, რომ მენოპაუზა არის კარდიომეტაბოლური ტრანზიცია და არ არის მხოლოდ გინეკოლოგიური მოვლენა. ეს არის რეალურად ის პერიოდი, როდესაც დაბერება ფიზიკურად ჩქარდება. თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირად გაიგებთ, რომ ქალს ეუბნებიან, რომ ეს არის ნორმალური ასაკი და ეს უნდა მოითმინოს ის ყველა სიმპტომი, რაც მას აქვს, ფიზიკური სიმპტომები თუ ლაბორატორიული. როდესაც ქალს ერღვევა ერთდროულად ძილი, კონცენტრაცია, ემოციური სტაბილურობა და ძვლების სიმტკიცე, მეტაბოლიზმი, ეს ყველაფერი ერთად, ეს უკვე აღარ არის დისკომფორტი. დამეთანხმებით, თუმცა თუ ამ ფანჯარას ჩვენ გამოვიყენებთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ ჩვენ გამოვიყენებთ აი ამ პერიოდს, აი ამ ფანჯარას ცხოვრების სტილის მოდიფიკაციით პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის შეუცვლელი და ასევე, როდესაც საჭიროა ზუსტი პრეციზიული ჰორმონული თერაპიით, ეს არის ჩვენი რეალური შანსი, შესაძლებლობა, რომ შევაჩეროთ ეს პროცესები და თავიდან ავიცილოთ ინფარქტის, ინსულტის და დიაბეტის რისკი მომავალ ათწლეულებში. რა ხდება ამის შემდეგ, ძალიან მოკლედ გეტყვით, ანუ ეს პერიმენოპაუზის ფაზა, როგორც გითხარით, თვითონ აი ამ ფაზასაც ფიზიკურად ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული, კი არა და ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული მენსტრუაციის ცვლილებებთან და აი, როდესაც უკვე ჩვენ გვაქვს, როდესაც დადგა გავიდა 12 თვე ბოლო მენსტრუაციიდან, ზუსტად 12 თვე, ჩვენ ვამბობთ, რომ დადგა მენოპაუზა, ეს არის ის წერტილი და ყველაფერი, რაც ამის შემდეგ ხდება, არის პოსტმენოპაუზა, ანუ ქალი არის მენოპაუზის, ანუ პოსტმენოპაუზის დიაგნოზით, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ პოსტმენოპაუზაში უკვე სიცოცხლის ბოლომდე. ამ ფაზაში საკვერცხეები პრაქტიკულად აღარ გამოიმუშავებენ ესტროგენს, ძალიან მინიმალურად და სხვა სახის არაესტრადიოლს, არამედ სხვა სახის ესტროგენს გამოიმუშავებენ. წამოხურებები და ღამისოფლიანობა, ეს ყველაფერი ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ არაფერს ვაკეთებთ, იწყება ძვლის სიმკვრივის დაჩქარებული დაკარგვა, იზრდება ოსტეოპოროზის რისკი და ძლიერდება შარცასქესო სისტემის სიმპტომები, იზრდება ასევე კოგნიტური დაქვეითების რისკი. ანუ რეალურად ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ გავდივართ, ის სიმპტომები, რაც ჩვენ გვაქვს, არ არის მხოლოდ სიმპტომები, რომელიც უნდა მოვითმინოთ ან არ მოვითმინოთ. რეალურად ეს პერიოდი დაკავშირებულია დაავადებების რისკის ძალიან მკვეთრად ზრდასთან. და ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ ეს პერიოდი, ყველაფერი არ არის დაკარგული, ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ, გამოვიყენოთ ეს პერიოდი სწორად, იმისთვის, რომ შევამციროთ აი ამ ქრონიკული დაავადებების რისკი და შევძლოთ რომ ვიცხოვროთ დიდხანს და ჯანმრთელად. ამ დროს პოსტმენოპაუზის პერიოდში, ანუ ძალიან ბევრი სიმპტომი, რასაც ჩვენ პერიმენოპაუზის პერიოდში განვიცდით, ნელ-ნელა მშვიდდება, ნელ-ნელა ლაგდება. თუმცა პოსტმენოპაუზის პერიოდში რჩება გარკვეული სიმპტომები, მაგალითად ოსტეოპოროზი მწვავდება, როგორც უკვე გითხარით, თუ არაფერი გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ასევე
ასევე შარცასქესო სისტემასთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული урогენიტალური სინდრომი, რომელიც ცალკე განხილვის თემაა და ჩვენ დღეს ამ თემაზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ძალიან სერიოზულ სიმპტომებთან არის დაკავშირებული, ასევე სექსუალურ ცხოვრებაზე ახდენს ეს გავლენას და შარცასქესო სისტემის დაავადებებთან, საშარდე-გზების ინფექციებთან მაპატიეთ არის დაკავშირებული. აი ეს პრობლემა სულ უფრო მეტად ღრმავდება, თუ ჩვენ ამას არ მივხედავთ. რეალურად კი არ ლაგდება, კი არ უმჯობესდება, პირიქით უფრო და უფრო შეიძლება გართულდეს. ასევე შეიძლება პოსტმენოპაუზის პერიოდში კი არ ალაგდეს, არამედ გართულდეს და რთულდება, რა თქმა უნდა, სახსრების პრობლემებიც, თუ ჩვენ კიდევ ერთხელ თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ანუ პოსტმენოპაუზის დროს იცვლება არა მხოლოდ ჰორმონული ფონი, არამედ სხეულის არქიტექტურაც, ასე რომ ვთქვათ, და ცხიმი სულ უფრო მეტად შეიძლება რომ დაგროვდეს და დაილექოს მუცლის ღრუში ორგანოების გარშემო და უფრო მეტად იზრდება ვისცერული ცხიმი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გულსიძახთა დაავადებებთან, ინსულინ რეზისტენტობასთან და ქრონიკულ ანთებასთან. ჩვენ რა მონაცემებიც გვაქვს კვლევები, არსებული კვლევები გვიჩვენებს ერთ ძალიან საინტერესო სურათს ამ თემასთან მიმართებაში. ბევრი ქალისთვის არის ეს საინტერესო. თუ პრემენოპაუზის დროს ვისცერული ცხიმი შეადგენს თლიანი ცხიმის მასის დაახლოებით 5-8%, პოსტმენოპაუზაში ეს მაჩვენებელი შეიძლება 20%-მდე გაიზარდოს. რაც შეეხება ჰორმონოთერაპიას, ეს ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს და მინდა ამაზე ძალიან მოკლედ ვთქვა. მე ამ თემაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ, რომ იყო ძალიან ცნობილი კვლევა 2002 წელს, რომელი კვლევაც გამოქვეყნდა 2002 წელს, ეს იყო ქალთა ჯანმრთელობის ინიციატივის კვლევა, რომელმაც გააჩინა პანიკა და გააჩნდა იდეა, თითქოს ჰორმონული თერაპია ავტომატურად იწვევდა ძუძუს კიბოს და ინფარქტს და ძალიან ბევრი ქალი შეშინდა იმ დროს, ძალიან ბევრმა ექიმმა ჰორმონები პრაქტიკულად ჰორმონების გამოწერა შეჩერდა ასევე ექიმების განათლება მენოპაუზის მედიცინაში და რეალურად ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქალს, თუმცა ჩვენ ახლა უკვე ვიცით, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია და იყო რეალურად შესწავლილი ისეთი ასაკობრივი ჯგუფი ქალების, რომლებსაც უკვე დაავადებების რისკი ჰქონდათ ძალიან მაღალი, გამოყენებული იყო სინთეზური ჰორმონები და მხოლოდ ერთი დოზა და მხოლოდ ერთი ფორმულაცია, მხოლოდ ერთი ტიპი და ვიცით, როგორც გითხარით, დღეს უკვე რომ ეს ინტერპრეტაციები იყო ძალიან ზედაპირული და ძალიან ხშირ შემთხვევაში და ბევრ შემთხვევაშიც ბევრ თემასთან მიმართებაშიც არასწორი დასკვნები გაკეთდა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და სასიამოვნო, რომ მეცნიერება არ ჩერდება და ბოლო 10 წლების განმავლობაში დაგვიკროვდა უამრავი ახალი მონაცემი და დღეს უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩრდილოეთ ამერიკის და ასევე ევროპის მენოპაუზის საზოგადოებები ერთხმად ამბობენ, რომ სწორ ქალში, სწორ დროს, სწორად შერჩეული ჰორმონოთერაპია და ამ ჰორმონოთერაპიის სარგებელი ბევრად აღემატება მის რისკებს. ასევე მინდა თქვა ერთი-ორი სიტყვით და წეღან მე უკვე ვახსენე გარკვეულწილად შესაძლებლობების ფანჯარა და მისი სარგებელი და დღევანდელი გაიდლაინების მთავარი კონცეფცია არის შესაძლებლობების ფანჯარა. და რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად? თუ ქალი არის 60 წლამდე და ჰორმონულ თერაპიას იწყებს მენოპაუზის დაწყებიდან დაახლოებით პირველი 10 წლის განმავლობაში, სარგებელი ყველაზე დიდია ამ დროს. მაგალითად, თუ მენსტრუაცია შეგეწყდათ 50 წლის ასაკში, ხშირად სწორედ აი ეს 50-დან 60 წლამდე შუალედი არის ის პერიოდი, როდესაც ჰორმონოთერაპია სწორად შერჩევის შემთხვევაში ყველაზე მეტ სარგებელს იძლევა. ამ ფანჯარაში, ამ ხნის განმავლობაში, თუ დაიწყებთ ჰორმონოთერაპიას, ის ყველაზე ეფექტურად ხსნის წამოხურებებს, ღამის ოფლიანობას, ამ დროს უმჯობესდება ძილი, ენერგია, განწყობა, ტვინის ნისლი და ზოგადად ცხოვრების ხარისხი. და თუ ამ დროს დავიწყებთ ამ შესაძლებლობების ფანჯარაში ჰორმონოთერაპიას,
ჩვენ ვიცით, რომ ესტროგენი დაგვიცავს ოსტეოპოროზისგან და ის შეამცირებს მოტეხილობების რისკს. გულსისხმთა თვალსაზრისით მოკლედ შეგვიძლია ესე ვთქვათ, ასე დამგვარად განვავრცოთ, რომ როდესაც კარდიოვასკულარულ ნაწილთან მიმართებაში საუბრობ, როდესაც ჰორმონოთერაპია იწყება დროულად, შედარებით ჯანმრთელ სისხლძარღვებში, ესტროგენს შეუძლია დადებითად იმოქმედოს ენდოთელიუმზე, ლიპიდებზე და ზოგად მეტაბოლურ მაჩვენებლებზე. ეს მუშაობს კარდიომეტაბოლურ ჯანმრთელობაზე, როგორც მხარდაჭერა, როგორც მკურნალობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰორმონოთერაპიას ჩვენ ვიყენებთ ოფიციალურად, როგორც გულის დამცავ პრეპარატს, რა თქმა უნდა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, ჰორმონოთერაპია არ არის ყველაფრის წამალი, რა თქმა უნდა, და არ არის დაბერების საწინააღმდეგო წამალი, თუმცა ის გვეხმარება ძალიან ბევრი დაავადების რისკის შემცირებაში, პირველ რიგში სიმპტომების შემცირებაში, რა თქმა უნდა, და სიმპტომების ალაგებაში. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის გაიგებდით ალბათ, რას ნიშნავს ბიოიდენტური, ძალიან ბევრი კითხვა იყო ბიოიდენტურ ჰორმონებთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ის რეალურად. რეალურად აი ის ჰორმონები, რაზეც მე ვისაუბრე წეღან კვლევასთან დაკავშირებით 2002 წელს რომლის შედეგებიც 2002 წელს გამოცხადდა, გამოყენებული იყო, როგორც გითხარით, სინთეზური ჰორმონები. თუმცა ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ბიოიდენტური ჰორმონები, რომელიც ძალიან მსგავსია და იდენტურია იმ ჰორმონებთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს. და ეს ბიოიდენტური ჰორმონები მზადდება მცენარეული წყაროებისგან, მაგალითად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ლაბორატორიაში მუშავდება ისე, რომ დაახლოებით კი არა და შეგვიძლია ვთქვათ რეალურად, რომ 100%-ით ემთხვეოდეს იმ ჰორმონებს, რომლებსაც ჩვენი საკვერცხეები გამოიმუშავებენ. ჩვენ გვაქვს ფარმაცევტული კლასის FDA-ის მიერ დამტკიცებული ბიოიდენტური ჰორმონები, ტრანსდერმული ფორმები ესტრადიოლის და მიკრონიზებული პროგესტერონი და ეს არის ის მედიკამენტები, რომლებიც აფთიაქში მხოლოდ რეცეპტით უნდა იყიდებოდეს წესით, როგორც ვიცი, საქართველოში არ არის ჯერჯერობით ეს ტრადიცია, თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არანაირად არ შეიძლება არანაირი ჰორმონის მიღება ექიმის რეცეპტის გარეშე და ექიმის რეკომენდაციის გარეშე, როგორც ვიცით, ის ქალები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შეუძლიათ ამ პრეპარატების მიღება აფთიაქში ექიმის რეცეპტით, რა თქმა უნდა. და აქაც გვაქვს ორი სახის ბიოიდენტური ჰორმონები, ფარმაცევტული კლასის, იყო კითხვა ამასთან დაკავშირებითაც, ფარმაცევტული კლასის, ანუ FDA-ის მიერ დამტკიცებული ბიოიდენტური ჰორმონები, რომლებიც ძალიან იაფია და ადვილად ხელმისაწვდომია ყველასთვის თანხასთან მიმართებაში და არსებობს ეგრეთ წოდებული კომპაუნდირებული, არ ვიცი ქართულად რომ რა სიტყვა შეესაბამება ამას ზუსტად, მაგრამ ალბათ შეგვეძლო გვეთქვა შერეული ბიოიდენტური ჰორმონები. ეს არის კონკრეტულ კერძო ლაბორატორიაში დამზადებული ნარევი და ეს არის ის, რომელიც არ კონტროლდება FDA-ის მიერ, თუმცა ზოგიერთი ქალი არჩევს ამ ფორმას, რამდენადაც აქ მის ექიმს შეუძლია დოზა აკონტროლოს. ახლა მინდა გითხრათ, ასევე იყო კითხვა რისკებთან დაკავშირებით, რა რისკები ახლავს ჰორმონოთერაპიას და რას ნიშნავს ინდივიდუალური მიდგომა. არის თუ არა რისკები ჰორმონული თერაპიასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, რისკები არსებობს ყველა სახის სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებით, მედიცინაში 100%-ით უსაფრთხო არაფერი არ არსებობს. კონკრეტული სინთეზური კომბინაციების დროს, რაზეც იყო ძველი კვლევები დაფუძნებული, ფიქსირდებოდა ძუძუს კიბოს რისკის მცირედი ზრდა. ასევე ვიცით, რომ აბების სახით მიღება ესტროგენის ოდნავ ზრდის თრომბოზის რისკს.
თუმცა, როდესაც ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტრანსდერმულ კანზე წასასმელ ესტრადიოლს და მიკრონიზებულ პროგესტერონს, ეს რისკები დრამატულად მცირდება. ეს არნიშნავს იმას, რომ ორალური ფორმა ვინმესთვის, ანუ აბების ფორმა მიუღებელია, არანაირად უბრალოდ პერსონალიზება ხდება იმ ქალისთვის, ვისაც აქვს გარკვეული თრომბოემბოლიზმის თრომბის რისკი, ამ შემთხვევაში ინიშნება ის ფორმა, რომელიც მისთვის არის უფრო მისაღები. არსებობს, რა თქმა უნდა, აბსოლუტური უკუჩვენებებიც, მაგალითად, ძუძუს კიბოს აქტიური ისტორია, დაუდგენელი ვაგინალური სისხლდენა, აქტიური ღვიძლის დაავადება. სწორედ ამიტომ თანამედროვე მედიცინა, პრეციზიული მედიცინა ამბობს, რომ არ არსებობს ერთი დანიშნულება ყველასთვის. ჰორმონული თერაპია მოითხოვს დეტალურ, პერსონალიზებულ შეფასებას. თქვენი ასაკი, გენეტიკა, თქვენი თანხლები დაავადებები და სიმპტომები, ის სიმპტომები, რაც გაქვთ, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს კომპლექსურად. როდესაც ჰორმონული თერაპია ინიშნება სწორ დროს, სწორი ფორმით და სწორი დოზით, ის არის საუკეთესო ინვესტიცია ქალის ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეში და ამ სიცოცხლის გასახანგრძლივად. და რისკები, ამასთან ერთად მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ რისკები ყველაზე მეტად იზრდება თუ ჰორმონოთერაპიას ვიწყებთ გვიან, რაც წეღან აღვნიშნე უკვე გარკვეულწილად 60 წლის ზემოთ, ან მაშინ, როდესაც მენოპაუზიდან უკვე 10 წელზე მეტი დრო გავიდა და ათეროსკლეროზული ცვლილებები სისხლძარღვებში უკვე ღრმად არის ჩამოყალიბებული. თუმცა, აქაც ხდება შერჩევა და აქაც პერსონალიზება ხდება ქალის და შეიძლება იყოს ქალი 70 წელზე მეტის და გასული იყოს 10 წელზე მეტი მენოპაუზის დადგომიდან, მენოპაუზის დიაგნოზიდან, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მას დაინიშნოს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. ამ დროს ხდება ძალიან მკაცრად ინდივიდუალური მიდგომა, სისხლძარღვების შემოწმება, ფოლაქების გამორიცხვა, რა თქმა უნდა, ასევე კოგნიტური დაქვეითების რისკის გამორიცხვა, კი არა და ისტორიის შეფასება იქიდან გამომდინარეც, რომ ჩვენ ვიცით, რომ ტვინის ჯანმრთელობისთვის და ჯანმრთელობაზე, როდესაც ვსაუბრობთ, შესაძლებლობების ფანჯარა გულსისძაფთა დაავადებებთან შედარებით კიდევ უფრო პატარაა და გვაქვს 5-დან 10 წლამდე, ანუ იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად აი ეს ბენეფიტები გქონდეს, ასე რომ ვთქვათ, კოგნიტური ტვინის ჯანმრთელობის მხრივ სასურველია, რომ დავიწყოთ ჰორმონოთერაპია. თუ არის, რა თქმა უნდა, ნაჩვენები ამ კონკრეტულ ქალში, ბევრად უფრო ადრე, მაშინ, როდესაც სიმპტომები ვლინდება პერიმენოპაუზაში და არა დაველოდოთ გვიან პერიოდს. ოჯახის ანამნეზი, ამითაც მინდა ბევრ კითხვას გავცე პასუხი, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჰორმონოთერაპია არის აკრძალული. ძალიან ხშირად პირიქით ქალს მაგალითად კი არა, აქვს ყოველთვის უფლება, რომ თავის ექიმთან ერთად შეაფასოს თავისი რისკ-ბენეფიტის ბალანსი და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. ასევე მნიშვნელოვანი ის არის და ამაზეც უპასუხებ თქვენს კითხვას, როდის შეიძლება ჰორმონოთერაპიის შეწყვეტა. ადრე ჩვენ გვქონდა მიდგომა, რომ ქალმა უნდა მიიღოს ჰორმონები 3-5 წლის განმავლობაში და ამის შემდეგ აუცილებლად უნდა შეწყვიტოს, თუმცა თანამედროვე რეკომენდაციები, თანამედროვე გაიდლაინები და მონაცემები, რაც მთავარია პირველ რიგში, ამ მიდგომას აღარ ამართლებს. დღეს მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჰორმონოთერაპიის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ქალის კალენდარულ ასაკზე დამოკიდებული და თუ საჭიროა, ის მისი განხილვა უნდა მოხდეს ქალის ექიმთან, მას შეუძლია აღარ უნდა მიეცეს ქალს რეკომენდაცია ჰორმონების სავალდებულო შეწყვეტის და დამეთანხმებით და რა თქმა უნდა, თუ ქალი თავს კარგად გრძნობს, არ აქვს და არ მოემატა და არ დაემატა ახალი მაღალი რისკ ფაქტორი დაავადებებთან მიმართებაში, ვამბობ და ასევე ყოველწლიური შეფასება აჩვენებს, რომ სარგებელი აღემატება რისკებს, შემთხვევათა დიდ ნაწილში ის შესაძლებელია გაგრძელდეს და გაგრძელდეს დაბალი დოზის, განსაკუთრებით კი ტრანსდერმული ესტრადიოლის თერაპია უფრო ხანგრძლივადაც.
ასევე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო რამოდენიმე მდგომარეობა, რომლის დროსაც სისტემური ჰორმონოთერაპია როგორც წესი არ ინიშნება. აქ არის აქტიური ან ახლახანს გადატანილი ძუძუს კიბო, ან ენდომეტრიუმის კიბო, დაუდგენელი სისხლდენა, ვაგინალური, ასევე თრომბოემბოლიური ეპიზოდი, თუნდაც ერთი მძიმე თრომბოემბოლიური ეპიზოდზე მაქვს საუბარი. ასევე მწვავე ინფარქტი, ფილტვის ემბოლია და ასევე გარკვეული ღვიძლის პათოლოგია, მძიმე უბრალოდ რომ იცოდეთ, არ არის ყველა პათოლოგია, რა თქმა უნდა, გამომრიცხავი ჰორმონოთერაპიის და ასევე როდესაც ქალს აქვს ძალიან მაღალი ტრიგლიცერიდები. მინდა ასევე ვისაუბრო რამოდენიმე სიტყვით ვხედავ რომ გვიგრძელდება ძალიან საუბარი, თუმცა მინდა რომ ერთი-ორი სიტყვით ვთქვა თუ რა თემები, რა შემთხვევების დროს და რა ჩვენებებით ინიშნება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და FDA-ის მიერ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია დამტკიცებულია მხოლოდ რამოდენიმე მდგომარეობისთვის. თუ ჩვენ მაგალითად ვისაუბრებთ თანამედროვე გაიდლაინების ენით, ეს მთავარი ჩვენებები არის საშუალო და მძიმე ვაზომოტორული სიმპტომები, ანუ წამოხურებები, ღამის ოფლიანობა, რომლებიც არღვევს ძილს და ქალს ყოველდღიურ ფუნქციონირებას უცვლის რეალურად და ცვლის და ართულებს ქალის ცხოვრების ხარისხს და აქ ჰორმონოთერაპია ნამდვილად რჩება ოქროს სტანდარტად. მეორე ეს არის უროგენიტალური სინდრომი, როდესაც ქალს აქვს ვაგინალური სიმშრალე, ტკივილის სქესობრივი აქტის დროს, შარდის გახშირება, განმეორებადი საშარდე გზების ინფექციები და აქ ძალიან დიდი როლი აქვს, წეღანაც ვახსენე, ვაგინალურ ესტროგენს და ასევე კომბინირებულ მიდგომებს არის სხვა პრეპარატებიც, რომელიც შეიძლება ამ დროს რომის გამოყენებაც მოხდეს. და ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ოსტეოპოროზის პრევენცია, რისთვისაც ეს არის ერთ-ერთი მდგომარეობა, რისთვისაც არის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია FDA-ის მიერ დამტკიცებული. და კიდევ ერთხელ პერსონალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც არანაირად არ შეიძლება რეცეპტის გარეშე, ექიმის რეკომენდაციის და ექიმის კონსულტაციის გარეშე არანაირი ჰორმონოთერაპიის დაწყება, შეწყვეტა, შეცვლა და მეგობრის, ნათესავის თუ მეზობლის დანიშნულების გამოყენება, ყველა ქალი არის განსხვავებული. თითოეული ქალის ასაკი, სამედიცინო მდგომარეობა, ასევე რისკები, დაავადებების მიმართ რისკები, სიმპტომები არის განსხვავებული და შესაბამისად ეს ჰორმონოთერაპია და ჰორმონების ფორმები თუ რეალურად არის ეს ნაჩვენები ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება იყოს განსხვავებული. ძალიან ხშირი კითხვა, რაც ისმება ამ სივრცეში არის ის, რა გავაკეთოთ, როდესაც არ შეგვიძლია ჰორმონოთერაპიის გამოყენება. და ამ კატეგორიაში შეიძლება იყოს ბევრი ქალი, რა თქმა უნდა, ზოგიერთ პიროვნული მიზეზით არ სურდეს უბრალოდ ჰორმონების მიღება. ან კიდევ იყოს ჰორმონული თერაპია კონკრეტული ქალისთვის უკვე ნაჩვენები. ჩვენ გვაქვს უამრავი შესაძლებლობა ამ შემთხვევაში და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალს თუ არ სურს ან არ შეუძლია და არ არის მისთვის მიზანშეწონილი ჰორმონების გამოყენება, რომ ამ ქალის ჯანმრთელობა ძალიან სწრაფად გაუარესდება, ან კიდევ არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომელსაც გამოიყენებს და რომელსაც ჯანმრთელობას გაიხანგძლივებს, იცოცხლებს დიდხანს და ჯანმრთელად, რა თქმა უნდა, მედიცინა ვითარდება ყოველდღიურად და ჩვენ გვაქვს სულ უფრო მეტი შესაძლებლობები ამ მხრივ. მე პირველ რიგში ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ფარმაცევტულ თუ სხვა სახის ჩარევებზე და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილიც, რაც შეეხება ფარმაცევტულ შესაძლებლობებზე.
ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა არახორმონული ალტერნატივები და ერთ-ერთი ასეთი კლასი არის ეგრეთ წოდებული NK რეცეპტორის ანტაგონისტები, რომლებმაც შეიძლება ითქვას რევოლუცია მოახდინა აი ამ მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობაში. პირველი ასეთი პრეპარატი იყო ფეზოლინეტანტი, ბევრი იცნობს მას ვიოზას სახელით. და ეს პრეპარატი 2023 წელს დამტკიცდა 2025 წლის ბოლოს დამტკიცდა სხვა იგივე ჯგუფის პრეპარატი, რომელიც არის უფრო გაუმჯობესებული ვარიანტი, ანუ სრულიად ახალი არახორმონული მედიკამენტი და მისი სახელია ლინკოეტი. და ვეოზასგან განსხვავებით მას ორმაგი მოქმედების მექანიზმი აქვს და ის არის ბევრად უფრო ეფექტური და ის არ მხოლოდ ეხმარება ღამის კი არა და წამოხურებების ალაგებაში და წამოხურებების შემსუბუქებაში, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მენოპაუზასთან დაკავშირებულ ღამის ძილის დარღვევებს. ლინკოეტს ასევე ის უპირატესობა აქვს, რომ მისი მიღება შეიძლება დღეში ერთჯერადია და ასევე არ საჭიროებს იმას, რომ მოხდეს მკაცრი შეფასება ღვიძლის ფუნქციის, რაც ხშირად აშფოთებთ ხოლმე ქალებს ვიოზასთან მიმართებაში. ახალი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასევე არახორმონული ფარმაცევტული პრეპარატები მენოპაუზის სიმპტომების სამართავად, ეს არის ეგრეთ წოდებული სერმები, ესტროგენის სელექციური მოდულატორები და ესეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის რევოლუციური მიდგომა ამ საკითხში და არის გარკვეულწილად სიახლე. ეს არის ჭკვიანი პრეპარატები, ძალიან საინტერესო პრეპარატებია სხვათა შორის და გვაქვს უშუალოდ მენოპაუზასთან მიმართებაში სპეციფიური პრეპარატები, რომელიც დამტკიცებულია არის FDA-ის მიერ. შეიძლება ეს არის სიახლე, თუმცა თვითონ მექანიზმი უკვე დიდი ხანია არსებობს მედიცინაში. ერთ-ერთი მათ ზოგიერთ ქსოვილში აქვთ ესტროგენული ეფექტი და სხვა ქსოვილში ისინი პირიქით ბლოკავენ ესტროგენის მოქმედებას. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი არის ოსპემიფენი და ეს არის FDA-ის მიერ არის ოსპემიფენი დამტკიცებული იმ ქალებისთვის, ვისაც მენოპაუზასთან დაკავშირებული ვაგინალური სიმშრალე და ტკივილი აწუხებთ ინტიმური ურთიერთობის დროს. და ვერ იყენებენ სხვადასხვა მიზეზით ვაგინალურ ადგილობრივ ესტროგენს. მიუხედავად იმის, რომ ვაგინალური დაბალი დოზა ესტროგენის სისტემური შეწოვა არის მინიმალური და წეგან ვახსენე, რომ ფაქტობრივად ყველა ქალის შემთხვევაში, ყველა ასაკში შეიძლება მისი გამოყენება, არის გარკვეული კატეგორია ქალების აქტიური სიმსივნის სხვადასხვა ფორმით, მაგალითად, რომელსაც არ შეუძლია აი ამ ფორმის ადგილობრივი ჰორმონის გამოყენება ესტრადიოლის და შესაბამისად მათთვის აი ეს ფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღები. მე არ ვიცი, რამდენად ეს პრეპარატები არის საქართველოში, თუმცა მათი არსებობა და ფაქტი, რომ ისინი არის FDA-ის მიერ დამტკიცებული, ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ალბათ შევა ყველა ქვეყანაში. რაც შეეხება ცხოვრების წესს და სხვა მეთოდებსაც, არ უნდა დავივიწყოთ ეს არამედიკამენტური ჩარევები და ვთქვი, რომ ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მანამდე მინდა ვთქვა, რომ არსებობს დამტკიცებული, ანუ მეცნიერულად დამტკიცებული ეფექტის მქონე სხვა მიდგომები იმ ქალებისთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა ან სურვილი არ შეიძლება რომ ჰორმონები მიიღოს, არსებობს შემეცნებითი ქცევითი თერაპია, იმედი მაქვს სწორად ვამბობ და ასევე კლინიკური ჰიპნოზი, ეს ორი მიდგომა აჩვენებს მნიშვნელოვან ეფექტს წამოხურებების და მათთან დაკავშირებული სტრესის შემცირებაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ აკუპუნქტურა გამოიყენება ასევე ძალიან ეფექტურად იმ ქალებში, ვისაც აქვს ძლიერი სიმპტომები ვაზომოტორული და
მათ არ შეუძლიათ და ჰორმონოთერაპია არის უკუნაჩვენები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წონის მართვას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ შეგიძლიათ ჰორმონების მიღება და ჰორმონოთერაპია არის უკუნაჩვენები და იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ ჰორმონების მიღება და გადიხართ აი ამ პერიოდს, შუახნის ასაკს, პერიმენოპაუზის და პოსტმენოპაუზის პერიოდს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართოთ წონა შეძლების დაგვარად რამდენადაც შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, იქედან გამომდინარე, რომ ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, ყველა ის კვლევა, ბოლო ახალი კვლევები ცალსახად აჩვენებს, რომ ჭარბი წონის მქონე ქალებში წამოხურებები არის ბევრად უფრო ხშირი და ბევრად უფრო მძიმე. განსაკუთრებით იმ ქალებში, ვინც მენოპაუზის ადრეულ ეტაპზე ახერხებს წონის დაქვეითებას, ვხედავთ ვაზომოტორული სიმპტომების ძალიან შესამჩნევ შემცირებას. მოკლედ ეს თემა და ეს ნაწილი რომ შევაჯამო, მინდა ვთქვა რომ ეს არახორმონული ალტერნატივები და ეს სერმების ნაწილი შესანიშნავად ძალიან კარგად მუშაობს კონკრეტული სიმპტომების სამართავად, განსაკუთრებით წამოხურებების, ღამისოფლიანობის, უროგენიტალური დისკომფორტის შემთხვევაში, თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ისინი ვერ ანაცვლებენ, სრულად ვერ ჩაანაცვლებენ იმ სისტემურ და მრავალმხრივ ეფექტს, რასაც სწორად შერჩეული ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია რა ეფექტიც აქვს სწორად შერჩეულ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. თუნდაც გულსიძახთა სისტემაზე, ძვლებზე და ბევრ შემთხვევაში ტვინის ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ შესაბამისად კიდევ ერთხელ და მე არ დავიღლები ამის გამეორებით, ყველა სახის გადაწყვეტილება, იქნება ეს ჰორმონული თუ არახორმონული მკურნალობა, უნდა იყოს მკაცრად პერსონალიზებული, კონკრეტული ქალის სიმპტომების, სამედიცინო რისკ პროფილის და მისივე პირადი პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა მოხდეს ქალთან თანამშრომლობა ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად. რაც შეეხება საკვებ დანამატებს და ფიტოესტროგენებს, ესეც არის ის თემა, რომელიც ძალიან ბევრ ქალს აინტერესებს და დღესდღეობით ძალიან ბევრი ქალი იღებს უკვე იღებს საკვებ დანამატებს და მინდა ვთქვა, რომ არსებობს, რა თქმა უნდა, გარკვეული სამეცნიერო მტკიცებულებები, როგორც საკვებ დანამატებთან მიმართებაში, ასევე ფიტოესტროგენებთან მიმართებაში, მაგალითად ფიტოესტროგენებს რაც შეეხება, სოიოს იზოფლავონები ხშირად არასწორად აღიქმება როგორც ისეთი პრეპარატები, რომელთა გამოყენება არ შეიძლება გარკვეული სახის ონკოლოგიური დაავადებების დროს, მაგრამ ბოლო მონაცემები რაც გვაქვს, ბოლო პერიოდის სამეცნიერო კვლევები, თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ ვიცით ის, რომ ისინი არ ზრდიან ძუძუს კიბოს რისკს, პირიქით ისინი ძირითადად უკავშირდებიან ესტროგენის ბეტა რეცეპტორებს, რომლებიც ასოცირდება ანტიპროლიფერაციულ ეფექტებთან. თუმცა აუცილებლად მინდა ასევე ვთქვა და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მათი ეფექტურობა ძალიან დიდწილად დამოკიდებულია ნაწლავის მიკრობიომზე. მხოლოდ 20%, დაახლოებით ალბათ 30%-ამდე ქალებს შეუძლია და მათ მიკრობიომს შეუძლია სოიო გარდაქმნას აქტიურ ფორმად, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ამ ფიტოესტროგენებზე, როდესაც ვსაუბრობთ სოიოს იზოფლავონებზე, მათზე პასუხი არის ძალიან ინდივიდუალური.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და გამოკვლეული მცენარე გახლავთ შავი კოხოში. ეს არ არის ფიტოესტროგენი, მისი მოქმედება ხდება ძირითადად ტვინში, სეროტონინის და დოფამინის გზის გავლით, რაც გარკვეულწილად ხსნის მის დადებით ეფექტს ვაზომოტორულ სიმპტომებზე, ანუ წამოხურებებზე და ღამის ოფლიანობებზე. ჩვენ გვაქვს ბევრი მონაცემი, გარკვეული მეტაანალიზები, რომლებიც აჩვენებს, რომ ეს შავი კოხოში შეიძლება იყოს ეფექტური წამოხურებების შესამცირებლად, როგორც უკვე ვთქვი, და ის არ არის ასოცირებული ძუძუს კიბოს რისკის ზრდასთან. მაგრამ აქ აუცილებელია გარკვეული სიფრთხილე, იყო დაფიქსირებული გარკვეული შემთხვევები ღვიძლის დაზიანების, თუმცა ეს შემთხვევები დაკავშირებული იყო ფალსიფიცირებულ პროდუქტებთან. ამიტომ არჩევისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს სტანდარტიზებული სანდო ექსტრაქტი. არსებობს ასევე სხვა ფიტოესტროგენებიც, რომლებიც შეიძლება რომელთა გამოყენებაც შეიძლება ამ დროს. რაც შეეხება საკვებ დანამატებს და საკვებ დანამატებთან მიმართებაში კითხვები არის უამრავი, თუ რა საკვები დანამატების გამოყენება შეიძლება პერიმენოპაუზის, პოსტმენოპაუზის პერიოდში და რომელ საკვებ დანამატებს აქვს რეალურად გამყარებული კვლევებით, ანუ რომელია გამყარებული მეცნიერული კვლევებით და რომლებია შედეგიანი უშუალოდ კლინიკურ პრაქტიკაში. არსებობს რამდენიმე ასეთი დანამატი, რომელსაც ძალიან სერიოზული კვლევები უდგას უკან, რამდენადაც ჩვენს ორგანიზმში პერიმენოპაუზის და მენოპაუზის დროს ხდება ანთების დონის გაზრდა ესტროგენის დონის შემცირებასთან ერთად და ესტროგენს ქალის ორგანიზმში აქვს ძალიან ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. შესაბამისად ესტროგენის დონის შემცირება იწვევს ძალიან დიდ და სერიოზულ ანთებით ეფექტს, ასე რომ ვთქვათ, და იზრდება ქალის ორგანიზმში დაბალი ხარისხის ქრონიკული სისტემური ანთება. შესაბამისად არის ერთ-ერთი საკვები დანამატი, რომელიც არის შესწავლილი და ეს არის ომეგა-3, მისი ანტიანთებითი ეფექტის გამო ქალის ორგანიზმზე, ანუ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება, რომელიც როდესაც საუბრობთ საკვებ დანამატებზე, შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ამ დროს და ვიცით, ეს არის კვლევებით დადასტურებული ასევე და არის ჩემი სამეცნიერო კვლევის თემა, ამცირებს კარდიომეტაბოლურ რისკს და საკმაოდ დადებითი გავლენა აქვს თავის ტვინის ფუნქციაზე. მეორე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ქალს ურჩევ, რომ გაითვალისწინოს და არა მხოლოდ ამასახში, რა თქმა უნდა, ეს არის D ვიტამინი, ეს არის ჰორმონის მსგავსი ნივთიერება, ნახევარი ჰორმონი ფაქტობრივად, რომელიც აუცილებელია ძვლის მიკროარქიტექტურისთვის და ძვლის ასაშენებლად, იმუნიტეტისთვის ზოგადად და კუნთის ფუნქციისთვის. ასევე B12 ვიტამინი განსაკუთრებით მათთვის, იმ ქალებისთვის, ვისაც აქვს თავის ტვინის სიმპტომები ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი, აი მათთვის B12 ვიტამინი არის ის, რომელიც ძალიან ხშირად ინიშნება ამ სივრცეში. ასევე სხვა საკვები დანამატი, რომელიც კვლევებით არის გამტკიცებული, ეს გახლავთ მაგნიუმი და სპეციფიურად მისი ფორმა მაგნიუმის გლიცინატი, რომელიც ვიცით, რომ მონაწილეობს 3-ზე მეტ ბიოქიმიურ პროცესში უჯრედში და ასევე თრიონატიც შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ის ფორმა, რომელიც სისხლტვინის ბარიერს გადალახავს და მუშაობს და ეხმარება ქალს ძილის მოგვარებაში, სიმშვიდის შენარჩუნებაში, ზოგადად კუნთის მომადუნებელი ეფექტი აქვს, ასევე ეხმარება ნაწლავის პერისტალტიკას გარკვეულწილად. და ძალიან ეფექტურია ძილის შფოთვის და ნერვული სისტემის რეგულაციისთვის.
ასევე შემიძლია ვთქვა, რომ იმ ქალებში, ვისაც აქვს გულის პალპიტაცია, კარდიოლოგები ბოლო პერიოდში, ის კარდიოლოგები, რომლებიც ქალის ჯანმრთელობაზე არიან ორიენტირებული, იყენებენ და ნიშნავენ coenzym Q10-ს, რომელიც არის მიტოქონდრიული ენერგიის ძირითადი კომპონენტი და მისი დონე ასაკთან ერთად მცირდება. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორც ვთქვი, გულის ფუნქციის და ენერგიისთვის და მათ შორის გულის პალპიტაციების მართვაში. ბევრი ქალი უშუალოდ პრაქტიკაში ამბობს, რომ ადაპტოგენები აშვაგან და მაგალითად როდიოლა ძალიან ეხმარება სტრესთან ადაპტაციაში. არსებობს ასევე სამეცნიერო მონაცემები ამ მიმართულებით და გვაქვს მტკიცებულებები, თუმცა ძალიან დიდი სიფრთხილე აქაც საჭირო დოზებთან მიმართებაში, რომ არ დაზიანდეს ღვიძლი და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იყოს სუფთა ფორმა და შემოწმებული ფორმა. შესაბამისად, ამიტომ მე ყოველთვის უწევ რეკომენდაციას ნებისმიერი სახის ჩარევა, იქნება ეს საკვები დანამატი თუ ფიტოესტროგენი აუცილებლად უნდა დანიშნოს ექიმმა და აუცილებლად უნდა დანიშნოთ დაიწყოთ მიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ძალიან მინდა რომ აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ ვთქვა და მინდა რომ დავიმახსოვროთ ყველამ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვითვალისწინებ იმას, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს ავტომატურად უსაფრთხოს და არც ჰორმონალური არ ნიშნავს ავტომატურად საშიშს. თავარი არის კონტექსტი, რა თქმა უნდა, თუ რა პრობლემა აქვს ქალს, რა რისკ ფაქტორები გვაქვს და რა ხარისხის პრეპარატს ვიღებთ. პრეციზიული და ფუნქციური მედიცინის გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და კიდევ ერთხელ არ ნიშნავს ყველა ჰორმონი იმას, რომ არ ნიშნავს ეს, რომ ყველა ჰორმონი არის ცუდი ზოგადად, რა თქმა უნდა და პირიქით ყველა მცენარეული კარგი, როგორც უკვე ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა ავირჩიოთ სწორედ აი იმ პრეციზიული პერსონალიზებული მედიცინის გადასახედიდან ის კონკრეტული ფორმა, რომელიც კონკრეტული ქალისთვის არის მისაღები და რომელიც ამ კონკრეტულ ქალს მოუტანს მეტ სარგებელს და რამდენადაც შეიძლება ნაკლებ რისკს. შეიძლება ვინმესთვის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია იყოს პირველადი არჩევანი და მთელი სხეულის ტვინის და ძვლების ძლიერი მხარდაჭერა და სხვა ქალისთვის უფრო უსაფრთხო იყოს სწორად შერჩეული არახორმონალური ან თუნდაც მცენარეული სტრატეგია და ორივე გზა შეიძლება იყოს სწორი თუ გადაწყვეტილება არის დამყარებული, დაფუძნებული ინფორმაციაზე, კვლევებზე და რა თქმა უნდა პერსონალურ პროფილზე ქალის და არა შიშებზე, მოძველებულ შიშებზე და აი ამ სტერეოტიპებზე, რაც არ არის მხოლოდ რა თქმა უნდა საქართველოს რეალობა, ეს გლობალურად არსებობს ეს შიში, წინაპირობებიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მიდგომები იცვლება იმის ფონზე, რა ინფორმაციაც გვაქვს უკვე ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრ ქალს აინტერესებს და ბევრი კითხულობს ოსტეოპოროზის შესახებ. თუ როგორ გადავარჩინოთ და როგორ გადავირჩინოთ თავი ოსტეოპოროზული მოტეხილობისგან. ძალიან ბევრ კითხვას ვიღებ მე პირადად ოსტეოპოროზთან დაკავშირებით და ამას თავისთავად აქვს გარკვეული ახსნა. იქიდან გამომდინარე, რომ ოსტეოპოროზი, ანუ ძვლის სიმკვრივის დაკარგვა არის ისეთი თემა, რომელიც ძალიან ესეთი ჩუმი თემაა და არ გვაქვს თითქოს ბევრი ინფორმაცია და თანაც მიმდინარეობს ეს დაავადება ძალიან ჩუმად და შეიძლება ქალმა ოსტეოპოროზის შესახებ პირველად მხოლოდ მაშინ გაიგოს, როდესაც მოტეხილობა დაემართება. ანუ ჩვენი ძვალი შეიძლება ვთქვათ, რომ არის ძალიან ჩუმი ორგანო. ის არ გვტკივა, არ გვაძლევს ნიშნებს, სანამ სიტუაცია არ გახდება ძალიან კრიტიკული.
რაც შეეხება ფიზიოლოგიურ მხარეს თუ შევხედავთ, ძვალი განიცდის მუდმივად განახლებას. ჩვენ გვაქვს ორი სახის უჯრედები, ოსტეოკლასტები და ოსტეობლასტები. ერთი სახის უჯრედები მას შლიან ოსტეოკლასტები და მეორე სახის უჯრედები, ანუ ოსტეობლასტები, ამ ძვალს აშენებენ. ანუ ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ქალის ცხოვრების განმავლობაში და წარმოიდგინეთ, რომ ამ პროცესის მთავარი დირიჟორი არის ჰორმონი ესტროგენი. და სწორედ აი ეს ჰორმონი ჩვენი ჰორმონი ესტროგენი იცავს ძვლის მიკროარქიტექტურას და როდესაც ჩვენ შევდივართ მენოპაუზის პერიოდში და ესტროგენის დონე იწყებს მერყეობას და ჩამოდის ქვემოთ, ჩვენ გვაქვს ის პრობლემა ზუსტად, რასაც ქვია, ვიწყებთ და გვაქვს უფრო მეტი რისკი ოსტეოპენიის, რამდენადაც ძვლის დაშლის პროცესი გამოდის წინა პლანზე და ძვლის შენება ძალიან მცირდება. ამას ემატება ისიც ამ პერიოდში, რომ ნაწლავიდან კალციუმის შეწოვა მცირდება, თირკმელებიდან კი საკმაოდ ჩქარდება მისი დაკარგვა. და ამისი შედეგი არის ის, რომ როგორც უკვე გითხარით, ამ პერიოდში ძვალი ძალიან სწრაფად კარგავს სიმტკიცეს. თუმცა ჩვენ გვაქვს აი ეს პერიოდი სწორედ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ ქალი დაახლოებით თავის ასე რომ ვთქვათ პიქს ძვლის მასის სიმკვრივეს აღწევს დაახლოებით 25-30 წლის ასაკში. და ამის შემდეგ უკვე აი ეს ძვლის სიმკვრივე ნელ-ნელა ყოველწლიურად ნელ-ნელა მცირდება. ანუ ჩვენ ის მონაცემები, რაც გვაქვს და რეკომენდაციები არის ის, რომ ძვლის შემოწმება უნდა დავიწყოთ 65 წლის ასაკიდან, თუმცა ანუ DEXA სკანირება უნდა ჩავიტაროთ 65 წლის ასაკიდან, თუმცა პრეციზიული მედიცინის გადასახედიდან მიჩნეულია, რომ ეს არის ძალიან დაგვიანებული ასაკი და ამ დროს ჩვენ გვაქვს უკვე გამოტოვებული ძალიან დიდი პერიოდი პრევენციის, როდესაც ვსაუბრობთ სწორედ აი ამ კრიტიკულ 10 წლიან ფანჯარაზე და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამიზნე არის არა ოსტეოპოროზი, არამედ ოსტეოპენია და ოსტეოპენია არის სწორედ ის მდგომარეობა ძვლის, რომელიც არის ოსტეოპოროზის წინაპირობა, ანუ როდესაც ძვლის სიმკვრივის შემცირება არის უკვე დაწყებული. ანუ ასე რომ ვთქვათ, ოსტეოპოროზის წინამორბედი სტადია. და ეს ხდება იმიტომ, რომ რაც არ უნდა გასაკვირი არ იყოს, მოტეხილობების ყველაზე დიდი წილი სწორედ ოსტეოპენიის ფაზაში მყოფ ქალებზე მოდის. ამიტომ DEXA სკანირება და ძვლის სიმკვრივის შემოწმება უნდა დავიწყოთ ადრე 60 წლამდე, რა თქმა უნდა, და ალბათ 55 წლამდეც და ბოლო პერიოდში და სხვათა შორის თანამედროვე გაიდლაინები, რაც გვაქვს საერთაშორისო გაიდლაინებზე საუბრობ, ერთხმად ამბობს, რომ ქალებისთვის 60 წლამდე ან მენოპაუზიდან პირველი 10 წლის განმავლობაში მენოპაუზური ჰორმონული თერაპია ძვლების დაცვის სრულიად ლეგიტიმური გზაა და უძლიერესი გზაა ამასთანავე. ასევე გვაქვს მონაცემები სამეცნიერო მასშტაბური კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ჰორმონული თერაპია, მენოპაუზური ჰორმონული თერაპია არის ხერხემლის ის შესაძლებლობა, რომელიც ხერხემლის და ბარძაყის მოტეხილობების რისკს 30-40%-ით ამცირებს, ხოლო თუ ამას კალციუმს და ვარჯიშს დავამატებთ, რისკი 50%-ით იკლებს. ანუ ჩვენ აქ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჰორმონოთერაპიაზე, არამედ ვსაუბრობთ ჰორმონზე, კალციუმზე, რომელსაც ძირითადად ვიღებთ საკვებით, ასევე ფიზიკურ აქტივობაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სინერგია, ეს ყველა ერთად. და მე ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციით პასუხი გაეცემა ბევრ კითხვას, თუ როგორ აიცილონ და ავიცილოთ ოსტეოპოროზი თავიდან.
რა უნდა გავაკეთოთ ახლავე, რისი გაკეთება შეგვიძლია, რაც ყველა ქალს შეუძლია გააკეთოს, ეს არის ფიზიკური აქტივობა და ესტროგენი ჩვენ ვიცით, რომ კუნთებს და ძვლებს მენოპაუზის პერიოდში უკვე ვეღარ იცავს და რაც ძალიან მექანიკური, ძალიან მნიშვნელოვანი და ადვილად გასათვალისწინებელია, ალბათ არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ის, რომ გადავაბაროთ აი ეს ფუნქციები, ასე რომ ვთქვათ, მექანიკურ დატვირთვას. და მექანიკურ დატვირთვაზე, როდესაც ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ვარჯიშზე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ძალისმიერ ვარჯიშებზე. და თუნდაც მაგალითად ხტუნვა არის ის, რომელიც ვიცით დამტკიცებულია, რომ აი ეს მექანიკური დატვირთვა ძვლის სიმკვრივეს აძლიერებს და ხელს უშლის ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის განვითარებას. ძალიან პრაქტიკული რჩევა დღეში 20 ახტომა და დახტომა მხოლოდ იმ ქალებს, ვისაც აქვთ ამისი შესაძლებლობა და არა მხოლოდ ქალებს, შეუძლიათ ეს გაითვალისწინონ, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ, ეს არის მინიმალური, რაც შეიძლება ამ დროს გააკეთოთ. და ასევე რაც შეეხება ძალისმიერ ვარჯიშებს, ეს არის ის თემა, რომელიც არ ეხება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ოსტეოპოროზს, ეხება ზოგადად ჩვენს მეტაბოლურ ჯანმრთელობას, თუმცა ამ კონტექსტში მინდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენი სხეული შექმნილია მოძრაობისთვის. და რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც ჩვენ ასაკში შევდივართ, გვიწევს უფრო უმოძრაო და გვიწევს უფრო უმოძრაო ცხოვრება, ეს დაბერების პროცესი აი ამ უმოძრაობით და უმოძრაო ცხოვრებით უფრო ჩქარდება. ჩვენ შეგვიძლია იმ შემთხვევაშიც კი ის მონაცემები, რაც გვაქვს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქალს აქვს იმ შემთხვევაშიც კი თუ ქალს აქვს ოსტეოპენია ან ოსტეოპოროზი, ძალისმიერი ვარჯიშები, ჩაჯდომები, მაგალითად თუნდაც ელემენტარულად, რაც არის ძალიან მარტივად გასაკეთებელი, დღეში სადღაც 6 გამეორება, 4-5 სეტი 6 გამეორების არის ძალიან ეფექტური. ასევე ამას თუ შევხამებთ, ასევე ხტუნვას დაახლოებით 20 ჯერ დღეში ძალიან დაგეხმარებათ ძვლის სიმკვრივის გასაძლიერებლად. აქვე მინდა რომ გაგიზიაროთ ერთი ძალიან შთამბეჭდავი ამბავი, რომელმაც ჩემზე ესეთი გავლენა მოახდინა, ესეთი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, რომ გითხრათ ჩემთვის, როდესაც ვიყავი ბოლო ჩემი ტრენინგი ქალთა ჯანმრთელობის თემაზე ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში, წამყვანი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ორთოპედი ქირურგი, რომელიც ესწრებოდა ასევე ამ კურსს, მან ასეთი რამ თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი არ არის როგორც ქირურგის, არა ძვლებში ლითონის ჩადგმა, არამედ იმის მიღწევა, რომ პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე საერთოდ არ მოხვდესო. და მან რაც იყო ჩემთვის შთამბეჭდავი, არის ის, რომ მან აღწერა თუ რა განსხვავებაა ჯანმრთელ ნავარჯიშებ ადამიანს და ამ ადამიანის ძვალში, აი იმ ქირურგიული ჭანჭიკის ჩახრახნაში და აი ამ ქირურგიული ჭანჭიკის ჩასახრახნად ქირურგს ძალიან დიდი ძალა და ჩაქუჩი სჭირდება, რომ ნავარჯიშები ადამიანის ძვალში აი ეს პროცედურა განახორციელოს, მაშინ როცა პასიური ადამიანის ძვალი არის კარაქივითო, მან თქვა, და ჭანჭიკის ჩაჭერა თითითაც კი აქვს შესაძლებელი, არამც თუ გვჭირდება ჩაქუჩის გამოყენებაო. და თქვენ წარმოიდგინეთ უბრალოდ დაცემა, რას უზამს ასეთ ძვალს. ასევე წარმოიდგინეთ რამხელა განსხვავებაა თვითონ ფაქტზე, რომ ვისაუბროთ და რამდენად ჩვენს ძალას აღემატება ეს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით. ძალიან ბევრს გონია სხვათა შორის, რომ როდესაც ადამიანი ეცემა, მერე ტყდება ძვალი, მაგრამ ძალიან ხშირად არის პირიქით, სისუსტის გამო ძვალი ტყდება და ადამიანი ხშირად ამიტომ ეცემა.
ამიტომ დაამატეთ თქვენს რუტინას ასევე ბალანსის ვარჯიშები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ წავიქცეთ, რა თქმა უნდა, თუნდაც ცალფეხზე დგომის ვარჯიში და შეგვიძლია ეს მაგალითად კბილების ხეხვის დროს გავაკეთოთ და ყოველდღიურ რუტინაში ჩართოთ და ეს შესაბამისად დაგვეხმარება იმაში, რომ ეს ჩვენს უჯრედებს ძვლის შენების სიგნალს გაუგზავნის. მეორე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ცილა, რომელიც არის და ცილის ყოველდღიური მიღება. ცილა არის ჩვენი კუნთის საშენი მასალა, ასე რომ ვთქვათ, ჩონჩხი და არა მარტო კუნთის ჩონჩხისაც, ჩვენი ჩონჩხი და კუნთი შედგება ცილისგან. და თუ ცილას არ მიიღებთ, სხეული გადადის უკვე გადარჩენის რეჟიმში და ის მარაგს პირდაპირ თქვენი ძვლებიდან და კუნთებიდან იღებს. სამიზნე უნდა იყოს 1.2 გრამი ცილა თქვენი წონის ყოველ კილოგრამზე. და ეს უნდა გადავანაწილოთ ასევე მთელ დღეზე. თუ ვეგანი ხართ, ვეგეტარიანელი, გაითვალისწინეთ, რომ მცენარეულ ცილაში უნდა იყოს სპეციფიური ამინომჟავა, ლიცინი და ის ორჯერ ნაკლებია მცენარეულ პროდუქტებში, ცილაში, ვიდრე ცხოველურში. ამიტომ შესაბამისად დაგჭირდებათ ულუფის გაზრდა. ასევე არის ძირითადი ნუტრიენტები, ეს არის კალციუმი, რომელიც როგორც უკვე თქვი, უნდა მიიღოთ საკვებიდან, ძის პროდუქტები, ბროკოლი მაგალითად, ისპანახი, ვიტამინი D3, კაორთან ერთად, ქეორთან ერთად, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომელიც უზრუნველყოფს, რომ მიღებული კალციუმი შევიდეს ძვლებში და არ წავიდეს სისხლძარღვებში. ახლა რაც შეეხება კითხვებს, სხვა კითხვებს. ჰისტერექტომია გავიკეთე, მქონდა ენდომეტრიოზი და ქალბატონს აინტერესებს, როგორ დაგეგმოს ჯანმრთელობა. ეს არის ძალიან სწორი კითხვა, რამდენადაც მნიშვნელობა აქვს დიდი ოპერაციის შემდეგ, როგორ მოხდება ენდომეტრიოზის მქონე ქალებში განსაკუთრებით. ჰისტერექტომიის შემდეგ ჰორმონული შეფასება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ მოხდება ასევე დაგეგმა ზოგადად კი არა და ცხოვრების სტილი ასრულებს გადამწყვეტ როლს. თუ საკვერცხები ამოღებულია, ამ შემთხვევაში ვიცით, რომ ქირურგიული მენოპაუზა დადგა დაუყოვნებლივ და ამ შემთხვევაში ვიცით, რომ ჰორმონული თერაპია არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის ჩვენ გვიცავს გულის, ტვინის და ძვლების დაავადებებისგან და არის შესაბამისად ამას აქვს ჰორმონულ თერაპიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თუ საკვერცხები არის დარჩენილი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭიროა რეგულარული ჰორმონული მონიტორინგი და კარგი იქნებოდა და რეკომენდებულია ამ დროს ჰორმონული პრეციზიული, ანუ პერსონალიზებული ჰორმონული პანელის გაკეთება და საბაზისო ბიომარკერების შეფასება. მომდევნო კითხვა, ძუძუს კიბო მქონდა 6 წელია საშინელი სიმპტომებით, ვიტანჯები, თუ შეიძლება რომ რაიმე მივიღო. ეს ყველაზე რთული, მაგრამ რა თქმა უნდა, რთული თემა ზოგადად, მაგრამ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კითხვა. არაფრის მიღება დღევანდელი გადასახედიდან აღარ არის სწორი მიდგომა. ეს ქალბატონი ამბობს, რომ იღებს ასევე არიდექს, ანუ არომატაზას ინჰიბიტორებს. კი ბატონო. და ეს პრეპარატები ქმნიან ესტროგენის ღრმა დეფიციტს და ამიტომაც შეიძლება რომ სიმპტომები ჰქონდეს ძალიან ინტენსიური. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ონკოლოგთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ნებისმიერი დანიშნულება და ამ დროს არ არის უკუნა-ჩვენები როგორც წესი დაბალი დოზა ვაგინალური ესტროგენი. კიდევ ერთხელ ვიცით რომ მისი სისტემური ეფექტი არის წარმოუდგენლად მინიმალური, არის
ასევე სხვა ვაგინალური ადგილობრივი პრეპარატები, რომლის გამოყენებაც შეიძლება და ოსპემიფენი ასევე, რომელიც სიმპტომების მართვისთვის რეალურად, რომელზეც გვაქვს მტკიცებულებები. კიდევ ერთხელ, არაფრის მიღება არის ძალიან მოძველებული სამედიცინო პოზიცია, არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომელიც ამ ისტორიის გათვალისწინებით თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოიყენოს თქვენ შემთხვევაში და დაგინიშნოთ. მომდევნო კითხვა. 33 წლის ვარ, მაქვს პოის დიაგნოზი, ანუ ადრეული მენოპაუზა 40 წლამდე დამდგარი, როგორც უკვე ვთქვით, საკვერცხების ნაადრევი უკმარისობა და მაქვს ასევე თრომბოზის, მე ვცდილობ რომ შევამცირო კითხვები, თრომბოზის ანამნეზი და მეშინია ჰორმონების, ანუ ვარ 33 წლის, აქვს პოის დიაგნოზი, აქვს თრომბოზის ანამნეზი და ეშინია ჰორმონების. შიში, რა თქმა უნდა, გასაგებია, ამაზე დღეს ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა აქ ძალიან განსხვავებული ვითარება გვაქვს, პოი ან საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა 33 წლის ასაკში ნიშნავს, რომ ორგანიზმი 20-30 წლით ადრე კარგავს ჰორმონულ დაცვას და რა თქმა უნდა, თრომბოზის დიაგნოზი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ ეს ნიშნავს ინდივიდუალურ შეფასებას და რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ავტომატურად უარს. ჩვენ გვაქვს ფორმები ესტროგენის, ბიოიდენტური ესტროგენის ფორმები, ტრანსდერმული, ანუ კანის ესტროგენი, პლასტირი ან გელი, იმის მიხედვით რომელ ქვეყანაში იმყოფებით და ისინი არ გადაისხუძლის ბარიერს და მათ შესაბამისად სისხლის კოაგულაციაზე აქვთ ძალიან მინიმალური გავლენა იმასთან შედარებით, რასაც პერორალური, ანუ აბის სახით მისაღები ფორმები ახდენენ. და სწორი გზა აქ აუცილებლად იქნება ჰემატოლოგ ენდოკრინოლოგთან ერთად ერთობლივი შეფასება. ესტრი ნორმის სანთლები თუ გვირჩევთ. ანუ ვაგინალური ესტრიოლი, რაც მე როგორც ვიცი არის ესტრი ნორმი. ეს არის კლინიკური გაიდლაინებით დადასტურებული ეფექტური ვარიანტი უროგენიტალური სინდრომის სამკურნალოდ. შესაბამისად, უროგენიტალურ სინდრომში მოიაზრება ასევე განმეორებითი საშარდე-გზების ინფექციები და შესაბამისად ეს პრეპარატი ასევე არის რეკომენდირებული აი ამ მდგომარეობის მართვისთვის. ეს არის ლოკალური ესტროგენი და მისი შეწოვა, როგორც უკვე ვთქვი ბევრჯერ, არის ძალიან მინიმალური სისტემურად. ასევე არის სხვა შესაძლებლობებიც, ყოველდღიური ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული დამატენიანებლების გამოყენება, პარალელურად აი ამ დამატენიანებლების გამოყენება საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა. როგორ შეიძლება რომ ესტროგენის დეფიციტი საკვებით შევივსო? სრულიად შეუძლებელია, რა თქმა უნდა, უпростоრად შეუძლებელია რომ შევივსოთ ესტროგენის მარაგი საკვებით, თუმცა შეგვიძლია რომ გავითვალისწინოთ გარკვეული მხარდაჭერა, გარკვეული საკვების მიღებით, როგორიც არის ფიტოესტროგენები, სოიო, მაგალითად სელი, ლიგნანები ასე ეგრეთ წოდებული და ეს საკვები და ამ სახის საკვები ძალიან გვეხმარება სიმპტომებთან გამკლავებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანთების საწინააღმდეგო კვება, ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, როგორც წეღანაც ვახსენეთ. ძალიან სასარგებლოა და დადასტურებული ეფექტი აქვს სიმპტომების შესამსუბუქებლად, ასევე ფერმენტირებულ საკვებს
მისცემს ეს ყველაფერი რამდენადაც ეხმარება ჰორმონული გარემოს ოპტიმიზაციას. რაც შემიძლია გითხრათ და რაც არამხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე შეიძლება მოვარგოთ, არის ზოგადად ანთების საწინააღმდეგო კვება და ამ კონტექსტში მას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რამდენადაც როგორც უკვე აღვნიშნე, ქალის ცხოვრების ეს პერიოდი დაკავშირებულია დაბალი ხარისხის სისტემურ ანთებასთან. შესაბამისად, ნებისმიერი საკვები, რომელიც არის ზედმეტად დამუშავებული, რომელსაც აქვს დამატებული შაქარი დიდი რაოდენობით, ეგრეთ წოდებული ფასტ-ფუდი, ასევე შაქრიანი სასმელები, ყველა ეს და ყველა ამ სახის საკვები არის ანთების გამომწვევი. ყველა ამ სახის საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გამწვავება. ან კიდევ ზოგიერთ ქალში, ვისაც არ აქვს მაგალითად ვაზომოტორული სიმპტომები, შეიძლება ამ სახის საკვებმა მათმა ხშირად მოხმარებამ გამოიწვიოს სიმპტომების გაჩენა შესაბამისად, იმიტომაც რომ ანთების დონე იმატებს ქალის ორგანიზმში ამ საკვებთან მიმართებაში. ამიტომ ამისი გათვალისწინება არის ყველასთვის მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, იმის გარდა, რაც უკვე აღვნიშნე, რაც სპეციფიურად შეგვიძლია გავაკეთოთ. ზოგადად აი ეს საბაზისო რეკომენდაციები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ჩვენს ორგანიზმში აი ეს სისტემური დაბალი ხარისხის ანთება შემცირდება. ვარ 51 წლის, 1 წელია მაქვს მენოპაუზა, სახსრების პრობლემები, უენერგიობა, ოჯახურ ანამნეზში მაქვს სუძუს კიბო და გინეკოლოგმა მითხრა უარი ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა, მინდა გითხრათ, რომ ბოლო მიდგომებით და რეკომენდაციებით ოჯახური ანამნეზი სუძუს კიბოსი არ არის ჰორმონჩანაცვლებით თერაპიის თუ მენოპაუზური ჰორმონული თერაპიის უკუჩვენება. ეს არის უბრალოდ ინდივიდუალური შეფასების თემა, როგორც ვქვი, ანუ თანამედროვე გაიდლაინები ძალიან მკვეთრად ცალსახად ამბობს, რომ ოჯახური ანამნეზი მხოლოდ არ კრძალავს ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას ან მენოპაუზურ ჰორმონალურ თერაპიას. სახსრების ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა თუ სხვა, ეს არის ტიპიური ჰორმონული დეფიციტის, ანუ ჰორმონული დეფიციტის კლასიკური სიმპტომები და მე გირჩევთ, რომ მიხვიდეთ მენოპაუზის სპეციალისტთან, გაიაროთ კონსულტაცია და შეაფასოთ თქვენი როგორც ზოგადი მდგომარეობა, ასევე თქვენი გენეტიკური სტატუსიც და მიიღოთ აი ეს კომპლექსური სურათი და შესაბამისად მიიღოთ შესაბამისი მკურნალობა. ვარ 38 წლის, მაქვს ჩატარებული ლაპარასკოპია ენდომეტრიოზის გამო, მაქვს FSH-ი მაღალი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, ვიღებ ფემოსტონს და მეშინია. ანუ აქვს შიში ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ქალბატონს როგორც ჩანს. მინდა ვთქვა, რომ ფემოსტონი, რომელიც არის კომბინირებული პრეპარატი, ამ სიტუაციაში არის საკმაოდ გამართლებული კლინიკურად და გამართლებული მკურნალობა. თუ თქვენ გაქვთ თქვენ ხართ 38 წლის, გაქვთ ენდომეტრიოზის ანამნეზი და გაქვთ ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის მაღალი დონე, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გჭირდებათ ჰორმონული მხარდაჭერა, არ უნდა გეშინოდეთ ამის თანამედროვე მონაცემები და ინფორმაცია, რაც გვაქვს, ეს გვიჩვენებს, რომ ამ ასაკში მით უმეტეს ჰორმონული თერაპიის სარგებელი გაცილებით აღემატება რისკებს და მე გირჩევთ, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ წახვიდეთ თქვენს ექიმთან ვიზიტზე და შეაფასოთ ასევე გარკვეული ბიომარკერები, საბაზისო მაინც და ეს არის სტრატეგია რეალურად, რაც თქვენ შეიძლება შეიმუშაოთ აი ამ თქვენი მდგომარეობის სიმპტომების მონიტორინგისთვის. ანუ კიდევ ერთხელ გავმარტავ, ჰორმონი კიბოს არ იწვევს, ეს არის ძალიან მოძველებული ინფორმაცია.
ვარ 59 წლის, მაქვს ოსტეოპენია, მაქვს ფარისებრი ჯირკვალი ქირურგიულად მოცილებული, შემიძლია თუ არა ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია ვცადო. და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, სადაც ჰორმონული შეფასება და სწორი ჩარევა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ანუ ოსტეოპენია აქვს, ქალბატონს აქვს ახალი მენოპაუზა, აქვს ასევე ჰიპოთირეოზი და ეს სამი ფაქტორი ერთად ძალიან მნიშვნელოვნად ზრდის ძვლის დეგრადაციის რისკს. აუცილებლად ეუთიროქსინის დოზა უნდა იყოს დარეგულირებული და ასევე ტრანსდერმული ესტრადიული კანის ფორმა, ანუ ამ სიტუაციაში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ძვლის სიმკვრივის შესანარჩუნებლად. ვიმყოფები უცხოეთში 10 კილო მოვიმატე, მაქვს ფეხის ძველი ტრავმა, ძვლები და სახსრები მტკივა. ეს კომბინაცია ჰორმონული ცვლილება, უმოძრაობა ტრავმის გამო, ასევე მუცლის ვისცერული ცხიმის მატება, რა თქმა უნდა ძალიან ართულებს ვითარებას. რეკომენდაციები, რაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ თქვენ მიუხედავად იმის, რომ გაქვთ ფეხის ტრავმა, ამ შეზღუდვის ფარგლებში შეგიძლიათ ზედასხეულის, ანუ ძალოვანი ვარჯიშები, ძალისმიერი ვარჯიშები ცადოთ თქვენი კლავის ხილებით, ანუ ზედა ნაწილით თქვენი სხეულის, რომელიც დაგეხმარებათ, რა თქმა უნდა, კუნთის გამომუშავებაში და ეს სრულიად შესაძლებელია. მეორე, ეს იქნება, რაზეც უკვე ვისაუბრე, ანთების საწინააღმდეგო კვება, გამორიცხოთ მავნე საკვები და ყველა ის საკვები, რომელიც ანთების პროვოცირებასთან არის დაკავშირებული ორგანიზმში, მიიღოთ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები, მაგნიუმი, თუ საკვებ დანამატებზეა საუბარი, მაგნიუმის გლიცინატი, აუცილებლად გაიკონტროლოთ და მიიღოთ დ-ვიტამინი კაორთან ერთად და გირჩევთ, რომ მიხვიდეთ, რა თქმა უნდა, ენდოკრინოლოგთან ჰორმონული შეფასებისთვის, სადაც არ უნდა იყოთ, რომ მოქვეყანაშიც არ უნდა იყოთ. ვარ 40 წლის, ყოფილი ონკოპაციენტი, ვერ ვიღებ ჰორმონს, მაქვს პრობლემები ნერვული სისტემის და ძვლებთან მიმართებაში. ამ სიტუაციაში ჰორმონისგან თავისუფალი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგია იქნებოდა შავი კოხოში სტანდარტიზებული ექსტრაქტი, რომელიც ვიცით, რომ არის სწორი ფორმა და იმ სიმპტომებისთვის, რაც გაქვთ ვაზომოტორული სიმპტომები, მე გირჩევდით ომეგა-3 ცხიმოვამჟავებს, როგორც გაძლიერება საკვების სახით და ასევე, რა თქმა უნდა, თუ საჭიროა საკვები დანამატის სახით, რომელსაც აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე დ-ვიტამინი კაორთან ერთად და თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, კალციუმი ძვლებისთვის, ძალისმიერი ვარჯიში. ასევე ეს არის კომბინაცია, რომელიც თქვენს ონკოლოგთან უნდა მოახდინოთ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის კოორდინირება და რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ვითარება. ეს არის ის რეკომენდაციები და ყველა პუნქტი ამ რეკომენდაციის, რა თქმა უნდა გაითვალისწინოთ მხოლოდ თქვენს ონკოლოგთან, თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ვარ 40 წლის, ლიმფომა, ქიმიოიმუნოთერაპია, აქვს არითმია, წამოხურებები, კოვიდის შემდეგ ციკლი გაუქრა ქალბატონს. ანუ ეს არის ქიმიოთერაპიით გამოწვეული საკვაცხეების ნაადრევი უკმარისობა და ამ სიტუაციაში მე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ყველა ის სიმპტომი, რაც გექნებათ, არითმია, პალპიტაციები გაქვთ, ალბათ არის ხშირად ვაზომოტორული სიმპტომების ნაწილი. გჭირდებათ, რა თქმა უნდა, კარდიოლოგთან ერთად ამ ყველაფრის შეფასება, ჰემატოონკოლოგთან და ჰორმონული კონსულტაცია მათთან ერთად
ჰორმონებთან დაკავშირებული კონსულტაცია ეს იქნება ყველაზე სწორი გზა. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი შემთხვევა, თუმცა ეს არის ის შემთხვევა, რომელიც აუცილებლად უნდა თქვენმა ექიმმა, უშუალოდ თქვენმა ექიმებმა, როგორც უკვე ვთქვი, ასევე კარდიოლოგის ჩართვით ჰემატო-ონკოლოგმა გადაწყვეტოს, რა შეიძლება რომ გააკეთოთ. ვარ 53 წლის 4 თვის წინ მქონდა სრული ოპერაცია, როგორც ჩანს ჰისტერექტომია. ვარ ამერიკაში, არაფერი არ დამინიშნეს, თმა მცვივა და როგორც ჩანს ამ ქალბატონს აქვს სხვა სიმპტომებიც. ქირურგიული მენოპაუზის შემდეგ ჰორმონოთერაპია რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, ეს არის კლინიკური სტანდარტი. თმის ცვენა ამ კონტექსტში არის ესტროგენის, ტესტოსტერონის დაქვეითების სიმპტომი. ძალიან ბევრ ქალს აწუხებს ეს ჰისტერექტომიის გარეშეც, თუმცა ჰისტერექტომიის შემთხვევაში მით უმეტეს აუცილებელია რომ მოხდეს ამის გათვალისწინება. აქ არის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამერიკაში ჯანდაცვის სისტემის სპეციფიკა. ქირურგმა სავარაუდოდ არ დაგინიშნათ არაფერი, იმიტომ რომ ეს არის თქვენი გინეკოლოგის ან თქვენი თერაპევტის პრეროგატივა. მათ სავარაუდოდ მოქცეს რეკომენდაცია, რომ დანიშნოთ კონსულტაცია თქვენს გინეკოლოგთან, რომელიც აუცილებლად დაგინიშნათ ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიას. თუ რა თქმა უნდა არ არის რაიმე სხვა ისეთი კლინიკურად მნიშვნელოვანი ასპექტი გასათვალისწინებელი. სხვა კითხვა, ვარ 58 წლის, 2 წელია ციკლი არ მაქვს, დღეში 10-ჯერ მაქვს წამოხურება. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა და მინდა ვთქვა, რომ წამოხურებები როგორც ასეთი არ ნიშნავს მხოლოდ სიმპტომს და სიმპტომით მოგრილ დისკომფორტს. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომელიც ძალიან სანდო მონაცემები, რომლებიც ამბობს, რომ მძიმე ვაზომოტორული სიმპტომები, წამოხურებები პირველ რიგში აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას და თუ არ მოხდა მათი ალაგება რეალურად, საკმაოდ ზრდის გულსიძახთა დაავადებების და კოგნიტური დაქვეითების რისკს. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ სიმპტომი და მე გირჩევთ, რომ მიაკითხოთ თქვენს ექიმს და განიხილოთ ჰორმონული თერაპია, რომელიც ამ სიმპტომების მიმართ არის ძალიან ეფექტური. თუ არ გინდათ ჰორმონოთერაპიის მიღება, მაშინ თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ ასევე თქვენს ექიმთან სხვა ალტერნატივები. ეს არის როგორც ფიტოესტროგენები, შავი კოხოშიც ასევე მაგალითად არის სხვა, რომლის განხილვაც მე გამომრჩა სამწუხაროდ, ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიდეპრესანტები, მაგალითად გამოიყენება ამ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც არ არის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია გამართლებული, ან კიდევ ქალს სურვილი აქვს, რომ სხვა ალტერნატივები სცადოს და აქ გამოიყენება ეს ანტიდეპრესანტები ვაზომოტორული სიმპტომების ასალაგებლად და არა როგორც ანტიდეპრესანტები. გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი ხანია უკვე რაც ვართ ლაივში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯობს ახლა ჩვენ დავემშვიდობოთ ერთმანეთს და თუ გაქვთ ინტერესი, უფრო მეტი გაიგოთ ამ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ეს გვერდი რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ ჩემი გვერდი და მე მონაცემებს დავურთავ ასევე კომენტარების ნაწილში. ლინკს, ვისაც სურვილი ექნება, რომ გაყვეს ამ ლინკს და გამომყვეს მე თუ სურვილი აქვს, რომ შეიტყოს მეტი შუახნის ასაკის ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ყველაფერზე მენოპაუზასთან კავშირში.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგით გრძანდებოდეთ.